პირველ რიგში მოგესალმებით, მადლობა მობრძანებისთვის ყველას. ცხადია პირველ არხზე ვიმყოფებით და პირველი არხის სახელით მაქვს პატივი რომ მოგესალმოთ ჩვენს დარბაზში, ჩვენს შენობაში, ვინც პირველად ხართ ჩვენს ახალ შენობაში კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. ასევე თიკო ბერძენიშვილის სახელით მოგესალმოთ, რომელიც არ არის საქართველოში, ამიტომ ვერ ესწრება დღევანდელ ჩვენს ღონისძიებას. ჩვენ ამ პერიოდის განმავლობაში, რაც რაღაცა პერიოდი, სადღაც გასული წლის ბოლოს დავაფუძნეთ ორგანიზაცია, აი სტრატეგიული აზროვნებისა და დიალოგის ცენტრი 42, რომლისთვისაც ასევე პირველი არხის დახმარებით ეს არის პირველი ღონისძიება, სადაც ჩდება ამ ორგანიზაციის სახელი და იმედი გვაქვს, რომ მომავალში კიდე შევძლებთ საინტერესო პროექტების განხორციელებას, შეიძლება ითქვას, აი ეს სადისკუსიო კლუბი 42, რომელსაც ვფიქრობთ, რომ გარკვეული პერიოდულობით, თავდაპირველად ალბათ თვეში ერთხელ შევხვდებით ხოლმე ერთმანეთს და ასეთი ტიპის დისკუსიებს შემოგთავაზებთ, ხოლო შეიძლება თუ გამოგვივიდა შემდეგ ორ კვირაში ერთხელაც გავაკეთოთ ხოლმე, მაგრამ თავიდან ვიწყებთ ესე რომ ერთ თვეში ერთი გავაკეთოთ სხვადასხვა თემაზე, სხვადასხვა ასე ვთქვათ აქტუალურ საკითხზე და ასევე ესე ჩვენ შევთანხმდით საქართველოს პირველ ლედისთან, რომ ეს ღონისძიებები მისი პატრონაჟით განხორციელდება, იცით რომ ისიც არ გახლავთ საქართველოში და შესაბამისად ვერც ის ესწრება დღეს ჩვენს ამ შეხვედრას. მოკლედ რომ ვთქვათ, გადავწყვიტეთ რომ თავად დისკუსიის თემა ჩემი აზრით ასე ვთქვათ არ საჭიროებს იმის მტკიცებას, რომ არის ძალიან აქტუალური იმ მიმდინარე კონფლიქტიდან გამომდინარე, რომელიც დღეს ჩვენს თითქმის უკვე მეორე სამეზობლოში, ასე ვთქვათ, ერთი კონფლიქტი უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს, ასე ვთქვათ, ცოტა დასავლეთით, ახლა სამხრეთში მეორე კონფლიქტია, რომელიც დღეს იყო ასეთი განცხადება გაეროს გენერალური მდივნის მიერ, რომ კონტროლს გაცდა ამ კონფლიქტის, ასე ვთქვათ, მიმდინარეობა და სახიფათო ტენდენციას იძენს. ამასთან ერთად ის, რომ ეს კონფლიქტი ერთი თვეა, რაც გრძელდება, შეიძლება ითქვას, რომ ესეც თავისთავად საკმაოდ შეშფოთების საგანს წარმოადგენს, იმიტომ რომ თუ გავითვალისწინებთ მაგალითად წინა წელს კონფლიქტს, რომელიც 12 დღე გაგრძელდა, ასე ვთქვათ, თითქოს იყო თავიდან იმის მოლოდინი, რომ შეიძლება ეს უფრო სწრაფი კონფლიქტი ყოფილიყო, მაგრამ ამ ტიპის კონფლიქტები, როდესაც ასე გრძელდება, შემდეგ უკვე პრინციპში შეიძლება ითქვას, დაუსრულებელ კონფლიქტებში გადადის ხოლმე და შესაძლოა უფრო რთული შედეგებიც ჰქონდეს. ჩვენ დღევანდელი დისკუსიის ფარგლებში მე რომ ბევრი აღარ ვისაუბრო, ასე ვთქვათ, ვეცდებით გარკვეულ ელემენტებს შევეხოთ ამ კონფლიქტისა, თუ რა შედეგები შეიძლება ჰქონდეს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტს გლობალურად და შესაძლოა ჩვენთვისაც, ჩვენი რეგიონისთვისაც და ყავს ჩემი აზრით საინტერესო მომხსენებლები, ემილ ავდალიანი, რომელიც არის აღმოსავლეთმცოდნე, აბრეშუმის სავაჭრო გზების ისტორიის მკვლევარი, ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი, ქალბატონი ლიანა ჯერვალიძე, ანალიტიკოსი, ენერგეტიკისა და სატრანსპორტო გზების გეოპოლიტიკის მკვლევარი და შოთა თხელიძე, ჩვენი პირველი არხის ანალიტიკოსი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი. ჩვენ პრინციპში უკვე შეგვიძლია მე შევუერთდები ჩვენს მომხსენებლებს და პრინციპში უკვე შეგვიძლია რომ დავიწყოთ ჩვენი, ესე ვთქვათ, ღონისძიების ძირითადი ნაწილი. რიგითობა ისეთი გვექნება, როგორც დავასახელე ჩვენი მომხსენებლები, გვაქვს დაახლოებით ასეთი მუშაობის ფორმატი, რომ თითოეული მათგანი სადღაც 10 წუთის ფარგლებში შემოგთავაზებს საკუთარ ხედვას, საკუთარი თემის ფარგლებში და შემდეგ უკვე გადავალთ კითხვა-პასუხის რეჟიმში, ან ასე ვთქვათ, მოსაზრებების გაზიარების რეჟიმში თქვენგან და გვექნება, ასე ვთქვათ, აი ეს კომუნიკაცია ჩვენს აუდიტორიასთან, რომელსაც კიდევ ერთხელ მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის. ემილის თემა ასეთი იქნება, რომ ომი ახლო აღმოსავლეთში და შეცვლილი სავაჭრო გზები. ისმენთ. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. დღეს მინდა ესე მოკლედ შევეხო ამ სავაჭრო გზების თემას, იმიტომ რომ ჩვენ ყოველდღიურობაში საუბრობთ იმაზე, როგორ შეიძლება დასრულდეს ეს ომი ირანში. მაგრამ ნაკლებად საუბრობენ იმაზე,
თუ რა გავლენას ახდენს ეს ომი ახლო აღმოსავლეთში, ჩვენთა რეგიონში, ცენტრალურ აზიაში არსებულ სავაჭრო გზებზე და სულ აი ამ 10 წუთიანი მოკლე მიმოხილვის ბოლოს მინდა საქართველოსაც შევეხო, როგორ ეხება ეს ჩვენს რეგიონს და ჩვენს ქვეყანას. პირველი ალბათ ის არის, რომ ირანზე მიუხედავად იმისა, რომ ის არის სანქცირებული ქვეყანა აწლეულების განმავლობაში, უამრავი სავაჭრო გზა გადის. და დინამიკა ამ ბოლო წლების განმავლობაში ისეთი არის, რომ ამ ქვეყნის გარშემო სტაბილური გრძელვადიანი პერიოდის პერსპექტივა ნაკლებად ჩანს. და ახლა ჩამოვთვლი რამდენიმე სავაჭრო გზას, რომელიც პრინციპში ფიქრობ, რომ ინვესტორი სულ უფრო ნაკლებად იქნება დაინტერესებული, რომ ჩადოს ამ გზების განვითარებაში. პირველი არის ჩრდილოეთ სამხრეთის დერეფანი, ხო? რუსები ძალიან დაინტერესებულები არიან, რომ ეს გზა გავიდეს ირანამდე, სპარსეთის ყურემდე და შემდეგ უკვე ინდოეთამდე. ბევრი რამ გაკეთდა ამისთვის. სულ რამდენიმე საათით ადრე, სანამ ამერიკა და ისრაელი დაარტყავდნენ ირანს, მათ ხელი მოაწერეს კიდევ დამატებით, ასე ვთქვათ, მემორანდუმს იმასთან დაკავშირებით, რომ გაიყვანონ ის დაახლოებით 164 კილომეტრიანი მონაკვეთი რკინიგზის რაშტ-ასტარას შორის, რომელიც თანამედროვე აზერბაიჯანსა და ირანს შორის მდებარეობს, ხო? მათ საზღვარზე მდებარეობს, ასე ვთქვათ. ანუ თითქოს და ის პროგრესი, რომელიც აი ამ დიდ დერეფანზე უკვე მიმდინარეობს, აქაც დიდი ალბათობით შეჩერდება. მეორე დიდი ცვლილება არის ის, რომ თუნდაც ის პროექტები, რაც ირანს ჰქონდა ერაყამდე, მაგალითად ბასრა, შალამჩეს რკინიგზა, ესეც პრაქტიკულად შეჩერდება, იმიტომ რომ იქ ფულის ჩანდები და ასე ვთქვათ, აი ამ არასტაბილური ვითარების გამო არავინაა. კიდევ ერთი დიდი მსხვილი სავაჭრო გზა, რომელიც ირანზე უნდა გასულიყო, ეს არის ამ ბოლო წლების განმავლობაში ირანსა და თურქმენეთს შორის, ირანსა და დანარჩენ ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის ხელმოწერილი რამდენიმე შეთანხმება, მემორანდუმები და ზოგადად პოლიტიკური შეხვედრები და განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ცენტრალური აზიის ქვეყნები სულ უფრო მეტად დაინტერესდნენ სპარსეთის ყურემდე მისულიყვნენ, ხო? აი ეს ყველა პროექტიც პრინციპში შეჩერების პირასაა და მე ვარაუდობ, რომ ეს არასტაბილური ვითარება ირანის გარშემო გაგრძელდება კიდევ მრავალი წლის განმავლობაში, იმიტომ რომ ირანს იმდენად ბევრი რესურსი გააჩნია იმისათვის, რომ აი ამ ბრძოლაში იყოს და გააგრძელოს ეს დაპირისპირება ამერიკასთან და ისრაელთან, რომ ეს არასტაბილური მდგომარეობა პრინციპში მოიტანს აი ამ სავაჭრო გზების შეჩერების, ასე ვთქვათ, შეჩერებას მთლიანად პრინციპში. ამასთან ერთად კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო გზა, რომელიც ირანზე გადის, ეს არის თანამედროვე აზერბაიჯანიდან მის დანარჩენ ტერიტორიამდე, ეს არის ნახიჩევანის ექსკლავი და არაქსის, ასე ვთქვათ, დერეფნად ცნობილი დერეფანი, რომელიც 90-იანი წლებიდან ფუნქციონირებს, მაგრამ ბოლო წლების განმავლობაში სულ უფრო მეტი ფული ჩაიდო გზების, ასე ვთქვათ, ხიდების და რკინიგზის აშენებაში. ეს პროექტიც პრაქტიკულად შეჩერების პირასაა, იმიტომ რომ მან ხა ირანის ტერიტორიაზე გავლილი და იქ ფულის ჩანდები, როგორც ვთქვით, არავინაა და სულ უფრო ნაკლებად აინტერესებთ მაშინ, როდესაც უკვე ესე ვთქვათ, ტრამპის გზის გაყვანის პერსპექტივა ჩანს, თუმცა ამაზე შეიძლება ვისაუბროთ, რამდენად რეალისტურია ეს პროექტი. ახლა ეს ყველაფერი საქართველოსთვის და სამხრეთ კავკასიისთვის რატო არის მნიშვნელოვანი? რომ აი ცენტრალური აზიის ქვეყნები, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ფიქრობდნენ სავაჭრო გზების დივერსიფიცირებაზე და ნაკლებად ყოფილიყვნენ დამოკიდებული რუსეთზე, უყურებდნენ მეტად გაიხედეს საქართველოსკენ და ჩვენ ვიცით ეს შუა დერეფნის საკითხი რამდენად პოპულარული არის დღეს და პრინციპში ცენტრალური აზიის დამსახურებაც არის ამ ნაწილობრივ ყოველ შემთხვევაში აი ამ გზის ასე ვთქვათ გაფართოებაში.
მაგრამ ეს ქვეყნები ასევე უყურებდნენ ირანისკენ, პაკისტანისკენ და სხვა ტერიტორიებისკენ და რაც ხდება ახლა აი ამ ირანში მიმდინარე ომის პარალელურად ეს არის ავღანეთ პაკისტანს შორის პრაქტიკულად მიმდინარე ფართომასშტაბიანი ომი, ხო? ამაზე ნაკლებ საუბრობენ გასაგები მიზეზების გამო, მთელი ყურადღება ირანზე არის გადატანილი, ჩვენთან უფრო ახლოს არის ეს ქვეყანა, მაგრამ რო გეოგრაფიულად რო გადავხედოთ, პრაქტიკულად ლიბანიდან დაწყებული ინდოეთამდე ეს მთელი ტერიტორია არის იმდენად ქაოსში, რომ მან არც ერთი მსხვილი სავაჭრო გზის გაყვანის პერსპექტივა ალბათ მომდენო რამდენიმე წლის განმავლობაში მაინც არ ჩანს. და ეს ყველა ქვეყანა იქნება ის ჩინეთი, ცენტრალური აზიის ის 5 ქვეყანა, რომელიც ნელ-ნელა თითქოს იყურებოდნენ სხვა ქვეყნების მხარესაც, ესე ვთქვათ, ქვეყნებისადმი დივერსიფიცირებისთვის. ახლა ისევ ორი დიდი სავაჭრო გზას შორის არჩევის წინდგანა პრაქტიკულად ერთი არის რუსეთზე ისევ, მეორე არის შუა დერეფანი. მაგრამ აი შუა დერეფანში ძალიან საინტერესო განსხვავება არის, ხო, ანუ შუა დერეფანი აზერბაიჯანისთვის არის ეს მთლიანად პრინციპში ნახიჩევანზე გამოვალი გზაც. ჩვენთვის შუა დერეფანი არის უშუალოდ ჩვენზე გამოვალი გზა, ხო? აქაც ამ რაც მოხდა პრინციპში ომის დასაწყისში, როდესაც ნახიჩევანი დაიბომბა, კარგად მიანიშნებს იმაზე, რომ ეს გზა, რომლის გაყვანაც პრინციპში ტრამპს და ამერიკას სურს, მაინც არ არის ისეთი გზევადიან პერსპექტივაში სტაბილური და თუ შუა დერეფანს ვირჩევთ, მაინც უფრო საქართველოზე გაივლის ეს გზა. და ისე გამოდის, რომ აი ამ მთელ ლიბანიდან დაწყებული ინდოეთამდე ზემოთ კიდევ უკრაინა გვაქვს და პრინციპში აქეთ ნახიჩევანიც არასტაბილურია, იმიტომ რომ ერთი პატარა გასროლა დრონის და შემდეგ და შემდგომ გემსხვრება ყველა ეს სავაჭრო გზა. აი ამ დიდ სურათში შენ გრჩება ისევ ორი მსხვილი სავაჭრო გზა, ტრადიციული სავაჭრო გზა, ხო, ისტორიულად ეს პრინციპში. ეს არის რუსეთზე გამავალი სავაჭრო გზა და ნაწილობრივ საქართველოზე. ყოველ შემთხვევაში მე-19 საუკუნემდე მოყოლებული საქართველოზე ასეთი ფორმატით სავაჭრო გზები უკვე არსებობს, ანუ აღმოსავლეთიდან დასავლეთით და პირიქით. აი ამ გადატრიალების ფონზე, ასე ვიტყოდი, საქართველოს პოზიცია ხელსაყრელი არის პრინციპში, უფრო მეტად გაიმყაროს თავისი მდგომარეობა აი ამ სავაჭრო გზები მოიზიდოს, ასე ვთქვათ, თავის ტერიტორიაზე გაიყვანოს, ესე ვთქვათ, მსხვილი სავაჭრო გზები. და იმასაც ვიტყოდი, რომ რუსეთის გათვლებშიც პრინციპში, როდესაც ის უყურებს ამ სამხრეთ კავკასიას და ხედავს, რომ მას პრინციპში მაინც სტაბილური ურთიერთობები არ აქვს სომხეთთან და აზერბაიჯანთან, ის მაინც ეძებს გარკვეულწილად ამ რეგიონში დასაყრდენს. ხო, ჩვენ ვიცით საქართველოს ისტორიიდან, რომ დასაყრდენი მაინც ყოველთვის საქართველო იყო, იმიტომ რომ ეს ცენტრია გეოგრაფიულად. სამწუხაროდ 90-იანი წლებიდან მოყოლებული ჩვენ რაღაცნაირად უფრო ნაკლებად ვასრულებდით რუსეთისთვის, ასე ვთქვათ, დასაყრდენის პოზიციას რეგიონში. მათი ყურადღება და შეიძლება გარკვეულწილად ჩვენი, ასე ვთქვათ, ცოტათი განსხვავებული საგარეო პოლიტიკის შედეგიც არის ის, რომ მათი ყურადღება უფრო სხვაგან იქნა გადატანილი ბაქოსკენ და ერევნისკენ და ეს ორი ქვეყანა იყო დასაყრდენი მათთვის, მაგრამ დღევანდელი ვითარება მათ მოსკოვსა და აი ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები და თუნდაც აი ეს დინამიკა, რაც მოგახსენეთ სავაჭრო გზების კუთხით, მაინც მეტყოლებს იმაზე, რომ ჩვენ შეიძლება ვიყოთ ახლოს იმ მომენტთან, როდესაც თვითონ რუსეთის გადმოსახედიდანაც საქართველო უფრო გახდეს ეს დასაყრდენი მისთვის სამხრეთ კავკასიაში, ვიდრე სიტყვაზე აი ამ ბოლო 20-30 წლის განმავლობაში იყო სომხეთი და აზერბაიჯანი, იმიტომ რომ მოსკოვსა და ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები მაინც და მაინც ისე არ მიდის, როგორც მოსკოვში სურთ და აქ არ არის საუბარი სრულ დომინირებაზე სომხეთსა და აზერბაიჯანზე, აქ არის საუბარი იმაზე, რომ ამ ორმა ქვეყანამ, განსაკუთრებით აზერბაიჯანმა მოახერხა თუნდაც სავაჭრო გზების კუთხითაც დივერსიფიცირება თავისი საგარეო პოლიტიკის ისე დონეზე, რაც რა თქმა უნდა არ შედის, ასე ვთქვათ, რუსეთის ინტერესებში. კი ბატონო. მადლობა ემილ. ქალბატონ ლიანას
მოусმინოთ ომი და სავარაუდო ცვლილებები ნავთობისა და გაზის გეოპოლიტიკაში. გისმენთ ხალხებინა. მოგესალმებით. ფიქრობ რომ ყველა მოხსენება მოვისმინოთ და შემდეგ გადავიდეთ კითხვა-პასუხზე თორემ. დიდ საიდუმლოს არ გაგიმხელთ თუ გეტყვით რომ არც ერთი ომი არ არის რაიმე კონკრეტული ადამიანთა ჯგუფების ან პოლიტიკური ჯგუფების მოშორებისთვის არც დაგეგმილი და არც განხორციელებული. ომები, დიდი ომები იგეგმება და მიმდინარეობს ძალაუფლების და ფინანსური ნაკადების დასაუფლებლად. ასე იყო შუა საუკუნეებში, დამიდასტურებს ჩემი კოლეგა. ასე არის დღესაც. რა ხდება ახლო აღმოსავლეთში? იმისთვის რომ გავიგოთ, უნდა დაუბრუნდეთ პატარა ისტორიული ექსკურსი უნდა გავაკეთოთ 70-იან, 90-იან წლებში. 73 წლის კრიზისის დროს ნავთობკომპანიებსა და ნავთობის მფლობელ ქვეყნებს შორის წარმოიშვა დიდი დავა ფასს წარმოქმნის მექანიზმზე და მოგების წილების გადანაწილებაზე. ეს პროცესი გადაიზარდა ამ პროცესის თავის სასარგებლოდ გადასაწყვეტად არაბულმა ქვეყნებმა დაიწყეს დიდი ომი ისრაელის წინააღმდეგ. ამ ომის შედეგად პროცესში ჩართული აღმოჩნდა ამერიკის შეერთებული შტატები და საბჭოთა კავშირი როგორც ბირთვული სახელმწიფოები. ომის შესახებ პირველი ცნობა ბრეჟნევმა მიიღო 73 წლის ივნისში, როდესაც ნიქსონთან იმყოფებოდა რანჩოზე კალიფორნიაში. ღამით მოუვიდა ეს ცნობა, რომ სირია და ეგვიპტე რაღაცას აპირებდნენ. ამ დროს რა მდგომარეობა ახლო აღმოსავლეთში 77 წლის ომის შემდეგ ისრაელს აქვს დაკავებული სინაის ნახევარკუნძული და აქვს დაკავებული სირიის ნაწილი, ამიტომ ომი მიდის იმისთვის, რომ ეს სამარცხვინო მარცხი, რომელიც 67 წელს ამ ქვეყნებმა განიცადეს, მათ ეს აღიდგინონ თავისი ტერიტორიული პრობლემები მოაგვარონ და ამის მოსაგვარებლად გამოყენებული იქნა ის დავა, რაც კომპანიებსა და ნავთობკომპანიებსა და სახელმწიფოებს შორის არსებობდა მოგების გადანაწილებაზე და ფასს წარმოქმნის მექანიზმის შემუშავებაზე. ეს ომი დასრულდა იმით, რომ ორი სახელმწიფოს ბირთვული დაპირისპირება მოხდა კინაღამ, დააფიქსირეს, რომ იონური გამოსხივება მოდიოდა იმ სამხედრო გემებიდან, რომელიც საბჭოთა კავშირის სამხედრო გემებიდან, რომლებმაც სუეცი, უკაცრავად ბოსფორი და დარდანელი გადაკვეთეს, გაჩნდა საფრთხე, იქიდან ამერიკამ წითელი საფრთხის ზონა გამოაცხადა და ფაქტობრივად ეს ომი შეჩერდა იმით, რომ ორი ბირთვული სახელმწიფო შეთანხმდნენ ერთმანეთში, რომ ეს ომი არ ჭირდებოდათ მათ, რადგან დაძაბულობის შენელებისკენ მიდიოდა პროცესი, SALT ერთი ჰქონდათ უკვე მათ გაფორმებული 72 წელს და ეს ომი მათ არ ჭირდებოდათ. მაგრამ ყველაზე დიდი შედეგი, რაც ამ ომს მოყვა გარდა იმისა, რომ ეგვიპტემ სინაი დაიბრუნა, იყო ის, რომ 74 წლიდან დასავლური ნავთობკომპანიები, რომლებიც ნავთობს აწარმოებდნენ ახლო აღმოსავლეთში 51, 12, 13, 14 წლებში გაფორმებული ხელშეკრულებების შედეგად მთლიანად იქნენ განდევნილი ამ რეგიონიდან და ნავთობის წარმოება მთლიანად გადავიდა სახელმწიფო კომპანიების ხელში. საამისოდ მათ მომზადებული ჰქონდათ საინჟინრო კადრები და ადვილად გადაიტანეს ეს პროცესი. ეს არის ერთი თემა, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს. ეს ბაზარი ახლო აღმოსავლეთში ამჟამად მთლიანად უპყრია ეროვნულ სახელმწიფო კომპანიებს, რომლებმაც ის გადაიბარეს ამ პერიოდში, რომელსაც მე თქვენ უკვე მოგახსენეთ. მართალია ახლო აღმოსავლეთში არის დასავლური კომპანიებიც, მაგრამ ეს კომპანიები ძირითადად სერვისული კონტრაქტები აქვს და აწარმოებენ მომსახურებებს ან ტრანსპორტირებას. მაგალითად, მაერსკი არის ძალიან კარგად წარმოდგენილი, ბევრი სხვა ძალიან მნიშვნელოვანი არის ტრანსპორტირებაში, ასევე სამხრეთ კორეული კომპანიები, რომლებიც LNG-ს ტრანსპორტირებას სამხრეთ კორეა საერთოდ ძალიან ცნობილია LNG-ს ტანკერების წარმოების
ტექნოლოგიების თვალსაზრისით, ამიტომ ტრანსპორტირებაშიც ისინი აქტიურად არიან ჩართული. მეორე მომენტი რაც არის, იგი დღეს მოცემულობა გვაქვს ასეთი, რომ სპარსეთის ყურეში წარმოებული ნავთობის და გაზის დიდი ნაწილი, ანუ 20% ნავთობი და გაზი, თხევადი გაზის 20% მიედინება ძირითადად სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიისკენ. ამაზე ფინანსური ნაკადებს იღებს სპარსეთის ყურის ქვეყნები. ირანის გამოკლებით, იმიტომ რომ ირანი ნაკლებად, უბრალოდ არა გამოკლებით, არამედ ნაკლებად, იმიტომ რომ ის რამდენიმე ათეული თუ არ ვიტყვი ზუსტად, რამდენიმე ათეული წელია სანქციების ქვეშ არის და ვერ ახერხებს თავისი რესურსების, თავის განვითარებისთვის საკმარისად გამოყენებას. მუდმივად არის სანქციების ქვეშ თუ არ ჩავთვლით 2015 წელს, როდესაც მოკლე ვადით მათ სანქციები მოეხსნათ. მდგომარეობა გვაქვს ასეთი. რაც შეეხება სამხედრო თვალსაზრისით. სამხედრო თვალსაზრისით უსაფრთხოებას უზრუნველყოფს ძირითადად და მთლიანად ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც რეგიონში სამხედრო თვალსაზრისით შემოვიდა ერაყ ირანის ომის დროს, რადგან ერაყი რომ თავს დაესხა ირანს, პირველივე თავდასხმები მან განახორციელა ხუზესტანის რეგიონში ნავთობის წარმოების ცენტრზე, ირანის ნავთობის წარმოების ცენტრზე და შემდეგ ეს პროცესი გავრცელდა. მხარეები ერთმანეთს უბომბავდნენ, ერთმანეთს უფეთქებდნენ, როგორც ხმელეთზე წარმოებას, ისე საზღვაო გადაზიდვებს. ამიტომ იმდენად შეწუხდნენ ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნები, რომ 87 წელს საბჭოთა კავშირსაც კი მიმართა კუვეიტმა, 87 იყო თუ 88 წელი საბჭოთა კავშირს მიმართეს იმისთვის, რომ ესკორტირება გაეწიათ ნავთობისთვის, რომელიც ორმოზის ყურეში გადიოდა მათი ნავთობისთვის. იმისთვის, რომ საბჭოთა კავშირს ეს არ გაეკეთებინა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაასწრო და ესკორტირების აკეთებდნენ ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო გემები. თუმცა, უნდა ვთქვა, რომ საბჭოთა სამხედრო რამდენიმე გემიც იყო შემოსული უსაფრთხოების თვალსაზრისით. ამერიკის სამხედრო ბაზების საბოლოო დაფიქსირება მოხდა ერაყ-კუვეიტის ომის დროს და მას შემდეგ განთავსდა ეს ბაზები და დღემდე ბაზები იმყოფებიან იმისთვის, რომ რეგიონის ქვეყნების ნავთობწარმოების და ექსპორტის უსაფრთხოება უზრუნველყონ. ერთის მხრივ ჩვენ გვაქვს ნავთობწარმოების ქვეყნები და მათი კომპანიები. მეორეს მხრივ გვაქვს ბაზარი, რომელიც არის სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში და აქ ნავთობის და ნავთობპროდუქტების ძირითადი მომხმარებლები თუ არ ჩავთვლით დიზელს, რომელიც შედის ევროკავშირში, მათ შორის და თხევადი გაზის ნაწილიც მიდის ევროკავშირში, ძირითადი მომხმარებლები არიან სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. ძირითადი მომხმარებელი არის ჩინეთი, არის ინდოეთი, არის იაპონია და სამხრეთ კორეა. ბლოკირება ორმოზის ყურის ურტყავს იმ ქვეყნებს, რომლებიც იღებენ აქედან ნავთობს, თუ გათავისუფლებული არ არიან ირანის არსებული ხელისუფლების მხრიდან და უფლება არ აქვთ იმის, რომ გაიარონ უსაფრთხოდ ორმოზის ყურეში. მინდა გითხრათ, რომ ეს ირანის გამონაგონი ამბავი არ არის. 73 წლის კრიზისის დროს არაბულმა ქვეყნებმაც ასეთ გეგმას მიმართეს. მათ დაიწყეს ჯერ იმისთვის, რომ დასავლური ქვეყნები წამოეყვანათ მოლაპარაკებებზე ნავთობის მოგების გადანაწილების თვალსაზრისით, რაზეც მათ ჰქონდათ ძირითადი ამოცანა, რაც მათ ჰქონდათ გადასაწყვეტი, დაიწყეს ასე ჯერ 5%-ით შეამცირეს საერთოდ მოპოვება იმისთვის, რომ დასავლეთის ქვეყნებისთვის პრობლემა შეექმნათ, იმიტომ რომ იმ დროს ძირითადი მომხმარებელი სპარსეთის ყურის ნავთობის იყო დასავლეთი. ამერიკის შეერთებული შტატები იყო 46%-ით დამოკიდებული, ევროკავშირი იყო ბევრი ქვეყანა თითქმის 80%-მდე იყო დამოკიდებული, იაპონია ისეთივე დამოკიდებული იყო, როგორც დღეს არის. ამიტომ სპარსეთის ყურის ქვეყნებმა გადაწყვიტეს, რომ შეემცირებინათ უშუალოდ წარმოება და შემდეგ უკვე გადავიდნენ ემბარგოს პროცესზე. საბოლოოდ ეს როგორც გითხარით, იმით დამთავრდა, რომ სპარსეთის ყურის ნავთობის გადამისამართება მოხდა ადგილობრივ ლოკალურ ეროვნულ ნავთობ კომპანიების ხელში. ახლა რა მდგომარეობა, ისე ერთის მხრივ ხედავთ, რომ ესენი არიან ვინიგებს ძირითად მოგებას.
ძალიან ძნელია დღეს სტატისტიკაზე საუბარი, მით უმეტეს 20-22 წლის შემდეგ, იმიტომ რომ სტატისტიკა არის ძალიან დახურული. აი მაგალითად 2025 წლის სტატისტიკიდან მთლიანად არის ამოგდებული 3,5 მილიონი რუსული ნავთობის ექსპორტი, იმიტომ რომ არავინ არ იცის ეს იმდენ ხელში გადის და იმდენ გზას გაივლის, რომ საბოლოოდ არავინ არ იცის ეს სად აისახება საბოლოოდ. ერთი ვიცით, რომ ინდოეთში არის ყველაზე მსხვილი გადამამუშავებელი ქარხნები და ინდოეთიდან გადამუშავებული ნავთობპროდუქტი მერე შედის უკან ევროპაში. მაგრამ ეს ვერ აისახება, რადგან ქვეყნები რუსეთთან ვინც ვაჭრობაში არიან, განსაკუთრებით ინდოეთი და ჩინეთი ეროვნულ ერთეულებში ვაჭრობენ. ამიტომ დოლარებში ამის დათვლა და ჩართვა საერთო სტატისტიკაში ძალიან ალბათ არ რთულია და ალბათ ვერც ხერხდება. მაგალითად რუსეთი და ინდოეთი ვაჭრობენ ერთმანეთთან რუპიებში, პრობლემა ჰქონდათ იმის, რომ რუსებმა არ იცოდნენ რა ეყიდათ იმ რუპიებით, რომლითაც დიდი რაოდენობით ნავთობს აწვდიდნენ და საბოლოოდ ეს საკითხი ისე გადაიჭრა, რომ აქტივები შეიძინეს ინდოეთში. და ასევე აქტივებით ხდება ეს ნაწილობრივ ეს ეროვნული ვალუტებში ვაჭრობა, ხდება დაბალანსება აქტივებით. 2 წუთი დარჩა. კარგით. კი ბატონო, გარდა ნავთობისა და გაზისა, სპარსეთის ყურიდან გადის ძალიან მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანი ორი პროდუქტი. ეს არის გოგირდი და ეს არის ჰელიუმი. ორივე პროდუქტი გამოიყენება მაღალ ტექნოლოგიურ წარმოებაში, ჩიპების წარმოებაში, გოგირდი გამოიყენება მათ შორის იშვიათი მეტალების მოპოვებაში, იმიტომ რომ გოგირდმჟავად ხდება იმ მიწის მასის გარეცხვა, რომლიდანაც შემდეგ გამოიყოფა იშვიათი მეტალები. ამიტომ გოგირდის და ეს ჰელიუმის წარმოება საერთოდ კატასტროფულად მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჰელიუმი შენახვა ვერ ხერხდება, ჰელიუმი -270, ესე იგი, თხევადი გაზი იწარმოება -154 გრადუსზე და ჰელიუმი იწარმოება -278 გრადუსზე. და მისი შენარჩუნება ხდება 35-38 დღე, იმიტომ რომ მერე ბუნებრივად ხდება მისი აორთქლება და კრიოგენული ტანკერებით ხდება მისი გადაზიდვა. ამიტომ ჰელიუმის დანაკლისი ნიშნავს ისევ იშვიათი მეტალების, ისევ უკაცრავად ნახევარგამტარების და ჩიპების წარმოების შემცირებას და ეს არის კატასტროფა. აქაც ჩართული არიან სახელმწიფო კომპანიები. ერთის მხრივ სახელმწიფო კომპანიები მუშაობენ, მეორეს მხრივ ბაზარი არის სამხრეთ აღმოსავლეთ აზიაში, ფინანსური ნაკადების გადანაწილება ხდება, რესურსების და ფინანსური ნაკადების გადანაწილება ხდება ამ ორ რეგიონს შორის, უსაფრთხოებას უზრუნველყოფს ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბაზები. ყველაფერი მიდის იქითკენ, რომ მოხდეს რეგიონის პერიფორმატირება. დღეს ვერ ვიტყვით რა შეიძლება მოხდეს, მაგრამ არავინ არ იცის, შეიძლება ისეთი უკან დაბრუნდეს ის ნაციონალიზაციის პროცესი, რომელიც 74 წელს დაიწყო და 75 წელს უკვე დასრულებული იყო. ჩვენ არ ვიცით ამას რა მოყვება, ის ირანის მედეგობაზე არის დამოკიდებული და ყველა ელოდება მოვლენების გახსნას, იმიტომ რომ თუ სპარსეთის ყურეში კონტროლი ნავთობის, ნავთობპროდუქტების, ჰელიუმის, გოგირდის, ნავთობპროდუქტების უკვე ვახსენეთ, თუ ამ ყველაფერი რესურსების წარმოება გადავიდა დასავლური კომპანიების ხელში და ორმოზის ყურეს გატარებაც დარჩა საერთაშორისო საზღვაო 1982 წლის კონვენციის ქვეშ, გაეროს კონვენციის ქვეშ, რომელიც ირანს არ აქვს აღიარებული და ამიტომ არ ითვალისწინებს ამ კონვენციის დებულებებს, ჩვენ გვექნება სურათი, როდესაც მთელი ახლო აღმოსავლეთის ნავთობი რესურსები, ჰელიუმი მოხდება დასავლური კომპანიების ხელში და დამოკიდებულება სამხრეთ აღმოსავლეთი აზიის ამ რესურსებზე გახდება დამოკიდებული დასავლურ კომპანიებზე. რისკენაც მიდის ეს პროცესი. ეს პროცესი არ ეხება არც ამერიკის უსაფრთხოებას უშუალოდ, არც ისრაელის უსაფრთხოებას, არავის უსაფრთხოებას არ ეხება. ჩემი დაკვირვებით ამ ნავთობის პროცესს მე დიდი ხანია ვსწავლობ, ეს ეხება ფინანსური ნაკადების გადანაწილებას. ძალიან დიდ ფინანსური ნაკადების დიდ გადანაწილებას, უკან დაბრუნებას იმ პროცესის, რომელიც 73-14-15 წელსში წარიმართა. კი ბატონო. ასე მგონია მე, ჯერჯერობით ასე ჩანს. დიდი მადლობა ქალბატონ ლიანა.
შოთა თხელიძესაც მოусმინოთ, ახლო აღმოსავლეთის დეკოლონიზაცია, ორიენტალიზმის დასასრული, შოთას მოხსენების სათაურია, გისმენთ და მოგესალმებით პირველ რიგში, მადლობა მოსვლისთვის. ხო, აქ სხვადასხვა პერსპექტივები განიხილეს მოხსენებლებმა, კერძოდ სავაჭრო მარშრუტები და ენერგომატარებლები. მე შევეცდები სხვა, ასე ვთქვათ, პერსპექტივა შემოგთავაზოთ, რომელსაც ეწოდება, ანუ ამ ომის პერსპექტივები, როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები, რომელსაც მე დავარქვი ორიენტალიზმის რევიზიის პროცესი. და აქ ამ შემთხვევაში მე მოვიყვან ორ რაღაც ისტორიულ თარიღს, რომელიც შეიძლება ბევრისთვის არაფერს არ გახსენებდით. ეს არის 1710-13 წლები და ეს არის 1735 წელი. პირველი ეს არის ბოლო ომი, როდესაც ოსმალეთის იმპერიამ მოუგო ერთ-ერთ ევროპულ ძალას, ამ შემთხვევაში რუსეთის იმპერიას ომი და არა ბრძოლა და 1735 წელი ეს არის განჯის ხელშეკრულება, როდესაც სპარსეთის იმპერიამ მეტნაკლებად პოლიტიკურად დაათმობინა კავკასიის ნაწილი რუსეთის იმპერიას, ესეც პოლიტიკური გარიგება იყო. ანუ ჩვენ შეიძლება ვთქვათ, რომ 300 წელი გავიდა იქიდან, როდესაც აღმოსავლურმა ისლამურმა ძალამ ბოლოს ბრძოლა ომში დაამარცხა დასავლური ძალა. თვითონ ეს ფაქტიც უკვე რიგი დამკვირვებელში აღძრავს ამ ორიენტალისტურ რაღაცა მიმართებებს, რომ ვერ შეძლო ისლამურმა სამყარომ რაღაცა კონკურენციაში შესვლა დასავლურ ცივილიზაციებთან. პირველი ესეთი, ისეთი რომ გავიგოთ შუა საუკუნეების უკვე ბოლო პერიოდში, როდესაც უკვე ოსმალეთის იმპერია გახდა მძლავრი იმპერია, თვითონ ოსმალები თვლიდნენ, რომ ცივილიზაციის ცენტრი იყო ისლამი და ამ შემთხვევაში ოსმალეთის იმპერია და დასავლეთი ეს იყო ბარბაროსული სივრცე, საიდანაც რაიმის აღება იყო კატეგორიულად მიუღებელი. მაგრამ აი ამ გარკვეულწილად მე-18 საუკუნის ბოლოდან დაწყებულმა დეკადანსმა ისლამური, ასე ვთქვათ, ცენტრების, ხო? პირველი ესეთი შოკი, როდესაც მათ მიიღეს დასავლეთისგან, ეს იყო მაგალითად ნაპოლეონის ლაშქრობები ეგვიპტეში. როდესაც მათ დაინახეს, რომ დასავლური შეიარაღება, დასავლური ბრძოლის მეთოდები და ტაქტიკა გაცილებით აღემატებოდა ისლამურისას, აღმოსავლური ბრძოლის მეთოდებისას და აქედან იწყება გარკვეულწილად თვითონ ისლამურ ცივილიზაციაში გარკვეული ეჭვები თავად ისლამის მიმართ. ანუ ეს ორიენტალისტური ტენდენციები პარალელურად ძლიერდება როგორც დასავლურ სამყაროში, რომ ასე ვთქვათ, ისლამური ცივილიზაციები არის ჩამორჩენილი ცივილიზაციები, მათ არ შეუძლიათ განახლება, კონკურენციაში შემოსვლა, მოდერნიზაცია, პოლიტიკური სისტემების იმგვარად ჩამოყალიბება, რომ კონკურენცია გაუწიონ დასავლეთს და პირიქით, ასე ვთქვათ, ისლამურ ცივილიზაციებში ხდება ამის თვით აღქმა, რომ ისინი არიან გარკვეულწილად ჩამორჩენილები და უნარ დაკარგულები, რომ შევიდნენ კონკურენციაში დასავლურ, ასე ვთქვათ, იმპერიებთან და ამის კარგი გამოხატულება იყო მე-19 საუკუნის შუა პერიოდი ოსმალეთის იმპერიაში, ეგრეთ წოდებული თანზიმათის ეპოქა, როდესაც ოსმალები, როგორც ნომერ პირველი ისლამური ცივილიზაცია დათანხმდა იმას, რომ მათ დაიწყოთ მოდერნიზაცია დასავლურ ყაიდაზე. ეს იყო ეგრეთ წოდებული დავარქვათ ამას ორიენტალიზმის აღიარება, რომ ის დასავლური ხედვა ისლამური, ასე ვთქვათ, იმპერიების მიმართ არის, ასე ვთქვათ, არ არის საფუძველს მოკლებული. მაგრამ ესეთი გადამწყვეტი და საკმაოდ ესეთი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა პირველი მსოფლიო ომის დროს, რომელსაც ყველა იცნობთ ამ ისტორიულ ფაქტს, ეს არის საიქს-პიკოს შეთანხმება, როდესაც აი ეს ორიენტალისტური დასავლური ხედვა აღმოსავლეთის მიმართ გაფორმდა პოლიტიკურ გეოგრაფიულად და ის გადაიზარდა არა როგორც მსოფლმხედველობაში, არამედ უпростоრად მსოფლმხედველობა გადაიზარდა უკვე პოლიტიკურ პროექტში, როდესაც დასავლეთმა შექმნა თანამედროვე ახლო აღმოსავლეთი. ეხლა რას უწოდებ დასავლეთმა შექმნა თანამედროვე ახლო აღმოსავლეთი? დაახლოებით პირველი მსოფლიო ომის შემდგომ ეს რეგიონი იმყოფება სხვის მიერ შექმნილ დროში, სივრცესა და სახელდებაში. პირველი რომ ეს ახლო აღმოსავლეთი ეს არის იმპერიული ტერმინი, კონკრეტულად ბრიტანული, შემდგომ ამერიკული ტერმინი, იმიტომ რომ ინგლისურად Middle East ეს არის დასავლეთის პერსპექტივით დანახული ეს რეგიონი, გეოგრაფიულად ის არის დასავლეთ აზია. მეორე დროის სივრცე, მანამდე ისლამურ ცივილიზაციებში არსებობდა ისლამური კალენდარი და ამ კალენდარს მისდევდნენ ისინი, მოგეხსენებათ 622 წელს იწყება ათვლა მათი წელთაღრიცხვის
და მესამე ეს არის სივრცული განზომილება, ხო? თუ მანამდე არსებობდა ოსმალეთის იმპერია და მეტნაკლებად სპარსეთის იმპერია, მაშინ ასე ვთქვათ სივრცულად გარკვეულ ასე ვთქვათ ეთნოსებს, გარკვეულ რელიგიურ ჯგუფებს მოუხაზეს სივრცე, ასე თუდად რო ვთქვათ, ხო? შექმნეს ახალი სახელმწიფოები, რომელსაც დღეს ჩვენ ვიცნობთ, ხო? ერაყი, სირია, ლიბანი, იორდანია და სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნები. ეს იყო მოვლენა, როდესაც მოხდა აი ამ ორიენტალისტური ხედვის, როგორც ვახსენე, პოლიტიკური, გეოგრაფიული გაფორმება. თვითონ აი ამ ასე ვთქვათ, კოლონიალური აი პოლიტიკური პროექტის გამოვლინებაა ის, რომ არსებობს დღეს ისრაელის სახელმწიფო. ისრაელის პროექტიც არის ამის გამოხატულება, რომ დასავლური ცივილიზაციები არ შეეკითხნენ საერთოდ ადგილობრივ აი ამ მოსახლეობას, ადგილობრივ სახელმწიფოებს, თუ რა უნდა გადაწყვეტილიყო აი პალესტინის სამანდატოზე და ის ასე ვთქვათ წარმოდგენა, რომ ეს ტერიტორია ასე ვთქვათ აქედან შეიძლება ეს მუსლიმები და ადგილობრივი მოსახლეობა, აბორიგენი მოსახლეობა გაიყაროს და შეიქმნას ახალი სახელმწიფო, აი ამის ასე ვთქვათ კიდევ ერთი დადასტურება. პირველი მცდელობა ორიენტალიზმის და აი ამ პოლიტიკური პროექტის, ასაც ეწოდება დასავლური კოლონიალიზმის გადახედვა, ეს იყო მე-20 საუკუნის 50-იანი წლებიდან ცნობილი პიროვნება გამალ აბდელ ნასერის მიერ, რომელმაც შექმნა ეგრეთ წოდებული არაბული ნაციონალიზმი, შექმნა ხა ხმამაღალია, მაგრამ უბრალოდ ძლავრი ლიდერი იყო, რომელიც აი ამ სოფხედველობას ატარებდა და ცდილობდა, რომ აი ეს დასავლური პროექტი, რაც აი საიქს-პიკოს შემდგომ შეიქმნა ახლო აღმოსავლეთში, მთლიანად მისი რევიზია მომხდარიყო, რომ მომხდარიყო ასე ვთქვათ, აი ამ გეოგრაფიული, სივრცული და დროითი განზომილებების გადახედვა. თუმცა აი ეს 1967 წლის ომმა აი ეს მცდელობა პრაქტიკულად ასე ვთქვათ, როგორ გითხრათ, არათუ დაამარცხა, არამედ კიდევ უფრო უკან გადაისროლა, გამომდინარე იქიდან, რომ ისრაელის დაპირისპირებამ აი რამდენიმე არაბულ ქვეყანასთან და მისმა ასე ვთქვათ, ელვისებურმა წარმატებამ აჩვენა ის კიდევ ერთხელ დაამტკიცა ის, რომ გარკვეულწილად დასავლური მოდერნიზაცია და დასავლური ტექნოლოგიები და განათლების სისტემა ამ შემთხვევაში უპირატესი არის აი არსებულ ისლამურ ცივილიზაციებთან. როგორც ვთქვა, ეს პირველი მცდელობა ჩავარდა და მეორე მცდელობა ეს არის თქვენთვის ასევე ნაცნობი 1979 წლის დიდი ისლამური რევოლუცია ირანში, რომელიც, ანუ ეს იყო დღეს, როდესაც ასე ვთქვათ, ჩვენ უსმენთ, რომ აი ირანი არის რაღაცა ფარია სახელმწიფო, რომ ის ან უნდა შეიცვალოს, ან უნდა დაიშალოს, ან რაღაცა ასეთი ფორმით არ უნდა არსებობდეს. ესეც არის ორიენტალისტური ხედვა, გამომდინარე იქიდან, რომ ისლამურმა რევოლუციამ შექმნა ასე ვთქვათ, მაგალითი იმისა, რომ ასე ვთქვათ, ეს ორიენტალიზმი დაიძლიოს საომავლოდ. ამიტომ დასავლეთისთვის პრიორიტეტია, რომ ირანი დღევანდელი მოცემულობით აღარ არსებობდეს, ის ტერიტორიულად დაიშალოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ირანი და დღევანდელი ომიც ამის მაგალითია, პოტენციური ირანის წარმატება ამ კონფლიქტში ნიშნავს აი ამ ორიენტალისტური საფუძვლის შექმნაზე განაცხადს. ანუ ეს ომი აძლევს ადგილობრივ მოსახლეობას, კონკრეტულად არაბებს ამ შემთხვევაში, იმის საფუძველს, რომ მათ დაიწყონ ასე ვთქვათ, წინააღმდეგობა, რომ ისინი არ არიან რაღაცა ჩამორჩენილები, დაქვემდებარებულები, რომ მაგალითად თუ ირანმა შეძლოს ტექნოლოგიური გადაიარაღება და ჰეგემონთა დაპირისპირება საკუთარი ბალისტიკური დრონების სისტემებით, მაშინ ეს შესაძლებელია. თვითონ აი ამ ორიენტალისტური საფუძვლის ორიენტალიზმის რევიზიის საფუძვლის შექმნა შემდგომ უკვე იძლევა იმის წინაპირობას, რომ რეგიონის დეკოლონიზაცია დაიწყოს. ეხლა ჩვენ ვიტყვით, რომ რაღაც დროს კოლონიალიზმია, მაგრამ თუ ჩავხედავთ ამ პოლიტიკურ სისტემებს და მმართველობის სისტემებს არაბულ ქვეყნებში, მივხვდებით, რომ ეს არის თანამედროვე ფორმა კოლონიალიზმის, სადაც რაღაცა უბრალოდ ეხა, სამხედრო კონტინგენტები წავს დასავლურ ძალებს ადგილზე, მაგრამ ეს პოლიტიკური მმართველობებიც რეალურად იმართებიან, მოდი ასე ვთქვათ, დასავლური ნებელობით. აქ მაგალითად რამდენიმე ციტატას მოვიყვან. ერთი მაგალითად არის ფრანგი ყოფილი ლეიტენანტის ჟაკ ჰოგარდის ფრაზა, რომელიც აი ომის მსვლელობისას მან წარმოთქვა: არაგერიოთ ირანელები უდაბნოს ვულგარულ ბედუინებში, ისინი სპარსები არიან უძველესი ცივილიზაციით. ალი ლარიჯანის 3 წიგნი აქვს დაწერილი კანტზე, მე ჯერ ტრამპის და ნეთანიაჰუს დაწერილი არაფერი წამიკითხავს. ანუ ესეც არის ასე ვთქვათ, ორიენტალიზმის რევიზიის ასე ვთქვათ გამოხატულება.
და მეორე ესეთი უკვე აც გარდაცვლილი ალი ლარიჯანის მიმართვა მის მეზობლებს და ისლამურ სამყაროს შემდგომი აი ამ დეკოლონიზაციისთვის ის ეუბნება ასე ვთქვათ მიმართავს ანუ დაფიქრდით ისლამური სამყაროს მომავალზე ამერიკა არ არის თქვენი ერთგული ის ასე ვთქვათ თქვენი მტერია მისი ასე ვთქვათ წარმომადგენელი არის რეგიონში დაფიქრდით ერთი წუთით დაფიქრდით თქვენ თავზე თქვენს მომავალზე რეგიონზე ირანს არ სურთ თქვენი ასე ვთქვათ თქვენზე დომინაცია ირანი შეიძლება თქვენ დახმარებას გათავისუფლებაში ანუ ესე ვთქვათ ეს ჩემი ასე ვთქვათ თეზისი მაინც არის ჰიპოთეტური, ან ნებისმიერი ასე ვთქვათ დაშვება, რომ ირანი საკუთარ პოლიტიკურ სისტემას და ხელისუფლებას შეინარჩუნეს, ეს ქმნის წინაპირობას აი ამ ორიენტალიზმის რევიზიის მეორე ტალღის შესაძლებლობას და შემდგომ ამაზე დაშენდება სავარაუდო თუ ეს მოხდა, ესეთი ჰიპოთეტური დეკოლონიზაციის, რეალური დეკოლონიზაციის, შეიძლება ამას უწოდოთ არაბული გაზაფხული 2-ის პროცესის დაწყების, ასე ვთქვათ, საფუძველი. მადლობა შოთა, მადლობა ჩვენს მომხსენებლებს, ჩვენ მეგონი ჩავეტიეთ დროში, ესე ვთქვათ, ის გამონაკლისი შემთხვევა, როდესაც მოხსენებები დროში ეტევა ხოლმე. მე არ მინდა რომ ეს ბოროტად ვისარგებლო ჩემი მოდერატორის, ასე ვთქვათ, ფუნქციით და დავიწყო, აი ეს ვთქვათ, კითხვა-პასუხის ნაწილი ჩვენი შეხვედრისა, დიდი სიამოვნებით დაგითმობთ ნებისმიერ თქვენგანს ამ შესაძლებლობას, თუ არის უკვე დარბაზში ლადო ბოჟაძე, პარლამენტის წევრი, პირველ რიგში მოგესალმებით და მოგილოცავთ ასეთი სადისკუსიო კლუბის შექმნა ძალიან მნიშვნელოვანია დღეს. ასეთი სახის დისკუსიები, რომ საზოგადოებას კონდეს წარმოქმნა რეალურად ერთი წრე ხდება ჩვენს ქვეყანაში, რაც ყოველ თავარია რა ხდება ჩვენს გარშემო, ის რომ ჩვენ დღეს რამდენჯერმე ვახსენეთ გეოპოლიტიკა, გეოეკონომიკა, ეს იმას ნიშნავს, რომ საზოგადოება უნდა გააცნობიეროს, რომ არსებობს ის უცვლელი მოცემულობები, რომელსაც გეოგრაფია ქვია, რასაც უბრალოდ ვერ შევცვლით და რის გარშემოდაც უნდა ავაწყოთ ჩვენი პოლიტიკა, მათ შორის საგარეო პოლიტიკა, მადლობა მინდა მოხსენებლებს გადაუხადო და კითხვა, რომლებიც ალბათ სამივეს გეხებათ, რა არის ის კრიტიკული ვადა ომის გაგრძელების, დღეს ჩვენ ვახსენეთ გაეროს გენერალური მდივნის განცხადება, რომელიც შეიძლება გარდა იმისა, რომ ჩვენზე პირდაპირ უკვე აისახა ნავთობპროდუქტების გაძვირებით, ამას მერე მოყვება ალბათ სასურსათო პროდუქციის და სხვა ტიპის პროდუქციის გაძვირება, ზოგადად მთელ მსოფლიოში და არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, რა არის ის კრიტიკული ვადა ომის, რომლის შეჩერებაც ყველა ძალიან გვინდა. ერთის რუსეთ-უკრაინის გასაგრები, მაგრამ განსაკუთრებით ის რაც ხდება ჩვენს გარშემო ახლო აღმოსავლეთში. კიდე თუ არის კითხვა, აი ნუკრის რო ბატონო ლადო, ნუკრის რო გადააწოდოთ. შეიძლება ერთი-ორი კითხვა ავიღოთ და შემდეგ ერთიანად გავცეთ პასუხი ამ ეს. მოგესალმებით, ნუკრი შოშიაშვილი, ისტორიკოსი. მადლობა პირველ რიგში მოხსენებისთვის. აქ იყო საუბარი ძალაუფლებაზე და ძირითადად გზებზე იყო, ხო, საუბარი და მესმის ეს გეოეკონომიკური ფაქტორები, მაგრამ არსებობს კიდე ერთი ფაქტორი, რომელიც ყველა დროში მოქმედებს, ეს არის იდეოლოგიური, ან თუნდაც რაღაც სოხედოლობრივი ნაწილი და ჩვენ ამ ომმა დაგვანახა ერთი საინტერესო რაღაცა, რაც აქამდე პრინციპში ესე დათლად არ იყო. ეს არის ის, რომ თუ კი აქამდე ძირითადად რელიგიური თემატიკით გამოირჩეოდა აღმოსავლეთი, ეხლა ჩვენ ვნახეთ ტრამპის ესეთი ესკატოლოგიური პრაქტიკულად გამოხმაურება და მეორე მხრივ ჩვენ ხედავთ, რომ თვითონ ისრაელის мотиваცია ხშირ შემთხვევაში ნეთანიაჰუზე არის აქ საუბარი, აქვს აი რაღაცა ესკატოლოგიური რაღაც ნიშნები მეორე ტაძრის აშენებასთან დაკავშირებით და ესე იგი აი ამ საკითხს რაც შეეხება, რამდენად არის ეს მოსალოდნელი, რომ აი ესეთი ეს კონფლიქტი საბოლოო ჯამში გადაიზარდოს აი რაღაც ესეთი რელიგიურ დაპირისპირების ფაქტორად და ეს არ იყოს მხოლოდ და მხოლოდ გეოეკონომიკური ფაქტორები, იმიტომ რომ თუ კი ეს რელიგიური იქნება, ეს ნიშნავს იმას, რომ აქ მარტო გეოეკონომიკური რაღაც ინტერესები წინ არ იქნება და შეიძლება აბსოლუტურად ირაციონალური ერთი მხრივ, მაგრამ მეორე მხრივ აბსოლუტურად რელიგიურად მოტივირებული ფაქტორები იყოს, ესე იგი, მამოძრავებელი ძალა ამ კონფლიქტის. ვის ეკითხები, ნუკრი, თუ სამივესთან კი ბატონო, პარემ ზვიადმაც და შემდეგ გავცეთ პასუხი. პირველ რიგში და მადლობა მეცაც მადლობას გადაგიხდით ამ საინტერესო პლატფორმის შექმნისთვის და მოწვევისთვის. მადლობა მოხსენებლებს ძალიან საინტერესო მოხსენებებისთვის და მე გავაგრძელებდი გარკვეულწილად ჩემი კითხვა იქნება ბატონი ლადოს შეკითხვის გაგრძელება. აქ ითქვა ბატონმა ლიანამაც ბრძანა და ბატონმა ემილმაც თქვა, რომ
ომის გაგრძელების ვადებთან დაკავშირებით ჩვენ შეგვიძლია ჯერ მხოლოდ ვიმარჩიელოთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით რესურსი ორივე მხარეს აქვსო. ანუ ბატონმა ემილმა თქვა, რომ ირანს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, თუ სწორად მახსოვს, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში შეუძლია, რომ ამ ტიპის ომი აწარმოოს, ანუ ასეთი წინააღმდეგობა გასწიოს, როგორცაც ჩვენ დღეს ვხედავთო. და თუ შეიძლება ამ მიმართულებით ცოტა მეტი კონკრეტიკა რომ შემოვიტანოთ, ანუ რას გულისხმობთ ამ რესურსში, თუნდაც ეკონომიკური თვალსაზრისით, დაახლოებით რამდენი ხანი შეიძლება ვთქვათ, აი ასეთ ტიპის ეკონომიკურ ჩიხს გაუძლოს ირანმა, იმიტომ რომ ირანიც ხომ ვიცით, რომ ნავთობით მოვაჭრე ქვეყანაა და მის ვაჭრობასაც გარკვეულწილად ალბათ აფერხებს ესეთი ომი. მეორე მხრივ, ამერიკა ასევე დამოკიდებულია ნავთობის გლობალურ ფასებზე, ყოველ შემთხვევაში ტრამპის ადმინისტრაცია დამოკიდებულია ამაზე და მტკივნეულად რეაგირებს, როგორც ხედავთ, ნავთობის ფასების ცვლილებაზე. ანუ თქვენი აზრით, თქვენი ვარაუდით დაახლოებით აი რა რესურსი აქვს თითოეულ მხარეს, რომ ამ ტიპის წინააღმდეგობა გააგრძელოს. მადლობა. მოდით დავიწყოთ, მე მგონი, პასუხების გაცემა და შემდეგ კიდე გავაგრძელოთ რაუნდი. ზუსტად დაიტოვეთ თუ შეიძლება და მე გადავაწოდოთ უკან. ესე იგი სამი ხო შეიძლება ორი კითხვაზე დავიყვანოთ, ერთი ვადებთან დაკავშირებით არის და მეორე ეს ირაციონალური მდგენელი, იდეოლოგიური მდგენელი ამ კონფლიქტისა. აქ ზუსტად მაახსენა ერთი ელემენტი, რომ აი ეს თქვათ შეზღუდული სავაჭრო პროცესები, რომელიც აქედან გამომდინარე, მე მგონი აქ ისე გამოვიდა ბოლოს ყოველ შემთხვევაში, აი ამერიკის ბოლო გადაწყვეტილებიდან გამომდინარე გასულ კვირას, რომ დანარჩენებს კი შეზღუდული აქვთ ნავთობით და გაზით ვაჭრობა, მაგრამ ირანს სანქციები მოუხსნეს იმისთვის, რომ ეს რა ქვია, ნავთობზე ფასების დარეგულირება მომხდარიყო. მაგრამ თქვენი პასუხები რა თქმა უნდა საინტერესოა. ემილ, მოდი თქვენ დაიწყოთ კიდე. ხო, ესე იგი აი ომის თქოთ ვადებთან დაკავშირებით, ხო? ესე იგი ირანი ასეთი ტიპის ომისთვის ემზადებოდა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში. ანუ ამაზე მეტყველებს არა მარტო განცხადებები მაღალ ჩინოსნების, აი ამ ბოლო წლების განმავლობაში, არამედ ის პრაქტიკული ნაბიჯებიც, რაც სიტყვაზე ირანს აქვს გადადგმული ქვეყნის თავდაცვის კუთხით. ანუ ეს არის უკიდურესად დეცენტრალიზებული თავდაცვითი სისტემა, რომელიც აწყობილია ერთ რამეზე, რომ როდესაც მე ჰაერიდან ბომბავენ, მე სამწუხაროდ არ მაქვს საშუალება რომ დავიცვო თავი და ირანელებს ეს კარგად ესმოდა და ესმით დღესაც. მაგრამ მე უნდა მოვახდინო ასე ვთქვათ, ყველა ჩემს პროვინციაში იმდენად უნდა ჩამოვაყალიბო ეს ვთქვათ დამოუკიდებელი ერთეულები თავდაცვითი, რომ ტერი თუნდაც მე მომიკლან სიტყვაზე აიათოლა უმაღლესი ლიდერი ან სხვა მაღალჩინოსნები, ჩემი ეს ვთქვათ დეცენტრალიზებული სისტემა მუშაობდეს, რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ. ანუ პრაქტიკულად ირანის ყველა პროვინცია არის დამოუკიდებელი თავდაცვის კუთხით, მას გააჩნია საკმარისი ბალისტიკური თუ ადამიანური ვთქვათ რესურსი, რომ ელემენტარულად თავი დაიცვას იმ შემთხვევაში, თუ მოხდება ხმელეთით შეტევა. ამიტომაც საჰაერო ომით ამერიკა და ისრაელი მაინც და მაინც ვთქვათ გზელვადიან მიზანს ვერ მიაღწევენ. გზელვადიანი მიზანი რა არის, რომ სამი ძირითადი პუნქტი ჩამოიშალოს ირანის დიდი სტრატეგიის, ხო, თავდაცვითი სტრატეგიის. ეს არის ბალისტიკური შეიარაღება, ეს არის ბირთვულ პროგრამაზე უარის თქმა და მესამე ეს არის წინააღმდეგობის ღერძის ჩამოშლა სრულად. ანუ აი ამ სამი კომპონენტის ჩამოშლა მე წარმოუდგენლად მიმაჩნია უბრალოდ ერთი მარტივი მიზეზის გამო. თუნდაც ირანმა ქაღალდზე ხელი მოაწეროს აი ეს შეთანხმებას და თქვას, რომ მე ამიერი და მხარს არ უჭერ ჰამას და ჰეზბოლას და ჰუთებს იემენში, მაინც გამოდის ისე, რომ ის ესე ვთქვათ გასამხედროებული ორგანიზაციები მაინც არიან უფრო სოციალურ მოძრაობაზე და სოციალურ ნიადაგზე დაფუძნებული, ესე ვთქვათ, ჯგუფები და ირანის დახმარების გარეშეც ისინი მაინც გააგრძელებენ თავის არსებობას ამ ფორმით თუ იმ ფორმით. შეიძლება უფრო დასუსტებულები იყვნენ, მაგრამ მაინც მიძინებული, ესე ვთქვათ, შეიძლება ითქვას, მაგრამ მაინც გააგრძელებენ თავის არსებობას. მაგრამ ეს რაც შეეხება ირანის საზღვრებს გარეთ, ხო? ირანის შიგნით, რომ ესე ვთქვათ, შიდა პროცესებს რო დაუბრუნდეთ, ანუ პრაქტიკულად ირანში მოხდა
მართლობის დეჰუმანიზაცია გარკვეულწილად და ახსნი რას გულისხმობ ამაში. ჩვენ ძალიან ბევრი ადამიანს ეგონა რომ თუ შენ მოხსნიდი ასე თქვათ ზედა ეშელონს მართლთა ესე თქვათ ზედა ეშელონს იქნება ის ჰამენეი, ლარიჯანი თუ სხვები ჩამოიშლება სისტემა. მაგრამ ირანში მოხდა ისე რომ მიუხედავად იმისა რომ ამდენი წლის განმავლობაში ჰამენეი იყო ხელისუფლებაში, მიუხედავად იმისა რომ თითქოს და პირადი ავტორიტეტი მან აი ამ აღმოსავლურ ქვეყანაში წყვეტდა ყველაფერს, მაინც სისტემა იყო ისე აწყობილი, რომ ერთი აიათოლა მეორე აიათოლად შეიცვლება და ერთი სიტყვაზე იქ მხედართავარი მეორე მხედართავრით. ანუ პრაქტიკულად სისტემა არის დეჰუმანური, ასე ვთქვათ, ანუ არ არის მაინც და მაინც აწყობილი ერთ კონკრეტულ რომელიმე ფიგურაზე და მის ავტორიტეტზე. რაც მეტყველებს იმაზე, რომ აღმოსავლურმა ქვეყანამ მოახერხა ისეთი სტილის სახელმწიფო წყობის შექმნა, რომელიც პრინციპში შეიძლება ბევრ დასავლურ და აზიის რომელიმე სხვა ქვეყანასაც კი არ ქონდეს, სადაც ერთ კონკრეტულ მმართველზე არის დამოკიდებული ბევრი რამ, ხო? ამიტომაც აი ჰამენეის სიკვდილმა და კიდევ ბევრი სხვა ადამიანის მაღალჩინოსნის და მე ფაქტი რომ სისტემა აგზელებს, ასე ვთქვათ, კონტინუუმშია, ასე ვთქვათ, აგზელებს ფუნქციონირებას, საკმაოდ კარგად სხვათა შორის მეტყველებს ამაზე, რომ ირანმა აი ამდენი ამ აწეულების განმავლობაში მოახერხა ამ ასეთი ასე ვთქვათ წყობის ჩამოყალიბება. რამდენად დიდი სტრატეგიული გეგმის ნაწილია თუ ეს უბრალოდ მაინც იმ სისტემის ასე ვთქვათ შედეგი არის, რაც შექმნა სიტყვაზე რუჰალა ჰომეინიმ, მე ვფიქრობ უფრო პირველი ვარიანტი, ანუ რუჰალა ჰომეინის იდეა იყო ის, რომ ერთი ადამიანის ხელში არ იყოს ეს კონცენტრირებული მთელი ძალაუფლება, მიუხედავად იმისა, რომ დიდი აიათოლა მართავს თითქოს და მაგრამ რეალურად გამოდის რომ აიათოლას უკან დგას ძალიან ბევრი ინსტიტუტი რომელიც ერთმანეთს ეპაექრება და მას აწვის ისეთ ინფორმაციას სადაც უკვე ისევ მარტო კი არ იღებს გადაწყვეტილებას არამედ ერთად წყვეტენ ამა თუ იმ მნიშვნელოვან საკითხს იქნება ეს საგარეო პოლიტიკური და საშინაო ამიტომაც ირანს აქვს პოტენციალი რომ გააგრძელოს ეს ომი და მას არ ეშინია თუ მას მოუკლავენ მოჩტაბა ჰამენეის, ანუ ახალ აიათოლას, აირჩევენ სხვა აიათოლას აუცილებლად. რაც შეეხება ეკონომიკას, აქ ჩვენ კარგად ვიცით, რომ ირანი აწლევლების განმავლობაში ცხოვრობდა სანქციების ქვეშ. ირანს აქვს ჩამოყალიბებული მთელი ეს ვთქვათ ქსელები, აი თუნდაც ამ სავაჭრო გზებით და უკანონო გზებით შეიძლება ასე ითქვას, რომლითაც ხერხდება ფულის შემოზიდვა ქვეყანაში და იმ რესურსების მოზიდვა, რომლითაც ქვეყანა მაინც ახერხებს სიტყვაზე ბალისტიკური იარაღის შექმნას და ან თუნდაც რომელიმე სხვა ეს თქო ტექნოლოგიების ჩამოყალიბებას. ხო, ანუ სანქციონირებული ქვეყანა მაინც სავაჭრო მოლებსაც ხსნის და ბალისტიკურ შეიარაღებას ყოველ შემთხვევაში ომამდე პერიოდს გულისხმობს, ხო? ამიტომაც გზელვადიანი ირანის პრობლემის გზელვადიანი გადაწყვეტა რა არის დასავლეთისთვის. ანუ ეს სამი თავდაცვითი ესე ვთქვათ პუნქტის ჩამოშლა, რაც ვახსენე, ბალისტიკური, ბირთვული და წინააღმდეგობის ღერძის და მეოთხე რაც არის ყველაზე მთავარი, ხო, რაც უნდა განსაკუთრებით უნდა ისრაელს. ზოგადად ისლამური რესპუბლიკის ჩამოშლა. იმიტომ რომ დღეს ირანი თუნდაც დათანხმდეს რაღაცა ესე ვთქვათ მძიმე პირობებს ეს არის დაახლოებით 100 მილიონიანი ქვეყანა, მას აქვს უზარმაზარი რესურსები და 5, 10 და 20 წელიწადში ირანი ისე მოინდომებს ახალი ირანული იმპერიის ჩამოყალიბებას. ხო, ანუ პრაქტიკულად ეხლა რასაც ჩვენ ხედავთ, ეს არის ცდელობა, რომ ჩამოშალონ ირანული იმპერია, რომელიც მე ვიტყოდი დიდი სასანიანებიდან მოყოლებული ყველაზე წარმატებული არის, ვინც აი ძველ ისტორიას ვინც თქოზე ფლობს, შეიძლება დამეთახოს, შეიძლება არა. მაგრამ იქიდან მოყოლებული ასეთი დიდი პროექტი ირანელებს არ გამოსულეთ. პრაქტიკულად ირანელები აკონტროლებდნენ დერეფანს თეირანიდან დამასკომდე, ლიბანამდე, ყველაფერი შეიცვალა 23 წლის შემდეგ. ანუ ეს არის ცდელობა, რომ ჩამოშალონ ეს იმპერია. დარჩება ეს იმპერია უშუალოდ ირანის საზღვრებში, თუ მოხდება მისი ასე ვთქვათ ისევ გაფართოება, ამას დრო გვიჩვენებს, მაგრამ რაღაც პერიოდის განმავლობაში მაინც ირანს მოუწევს უკან დახევა, რასაც ხედავთ. კი ბატონო, კაბელულია. ომი გაგრძელდება იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც ირანი კი არა, მისი მხარდამჭერები შეძლებენ მის მხარდაჭერას. ირანი ამ ომში მარტო არ არის.
ორი დიდი სამყარო ეჯახება ერთმანეთს, დიდი ფინანსური ნაკადების, ეკონომიკური სავაჭრო გზების გადანაწილებისთვის. ეს არ არის ირანის ცალკეული შემთხვევა, ეს არის დიდი გეოპოლიტიკური გადანაწილების დიდი გეგმა, სქემა, ახლო აღმოსავლეთის პერეფორმატირება, რომელიც ბუშმა უმცროსმა დაიწყო, როდესაც ერაყი და ლიბია ჩამოშალეს. ახლა ერაყში და ლიბიაში არის მხოლოდ დასავლური ნავთობკომპანიები შესული. სხვა ქვეყნებში ყველგან არის სახელმწიფო ნავთობკომპანიები. გადანაწილება მიდის დიდი ჩინეთსა და დიდ ევრაზიულ მონაკვეთსა და დიდ დასავლურ მონაკვეთს შორის. ამიტომ მე არ მგონია, რომ იმ ევრაზიულმა ნაწილმა, რომელიც ახლა ძალიან სწრაფად ვითარდება, მინდა გითხრათ მარტივ მაგალითს მოგიყვანთ. 2025 წლის მონაცემით სტატისტიკით, რომელსაც მე არ ვეყრდნობი და არ ვენდობი იმის გამო, რომ იქ რუსული 3,5 მილიონი ბარელი დღეში ნავთობი არ არის სასახული არანაირად. ნავთობის და გაზის, მხოლოდ ნავთობის და გაზის პროდუქტები აქ არ შედის. ვაჭრობამ წარმოშვა 5 ტრილიონი დოლარი ერთ წელიწადში. როცა საერთაშორისო ვაჭრობა დაახლოებით 34 ტრილიონი იყო. ეს არის ძალიან დიდი ფინანსური გადანაწილების ნაწილი. რაც ახლა ახლო აღმოსავლეთში მიდის. ამიტომ ეს ომი, ჩემი აზრით, ვერ დასრულდება, ისეთი დიდი მოთამაშეები არიან ამაში ჩართული. იქნება ძალიან დიდი, ალბათ, ჩვენ და სამწუხაროდ დიდი მსხვერპლი. რით დასრულდება ამას ვერ ვიტყვით, რატომ? ვერ ვიტყვით ამას, მინდა გითხრათ, რომ დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის ფსონები არის ძალიან მაღალი. დასავლეთი დაცლილი არის ინდუსტრიისგან, რომელიც რეალურ values, რეალურ ქონებას ქმნის მათივე პოლიტიკის გამო. იმიტომ რომ მთელი წარმოება გადატანილი არის სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ჯერ ჩინეთში, შემდეგ ინდოეთში. ამიტომ არის, რომ ნავთობის და გაზის მოხმარების ყველაზე მეტი გზრდა არის ამ რეგიონში. ამიტომ არის, რომ ის 15 ტრილიონი დოლარი, რომელიც ნავთობის და გაზის ტრეიდით უნდა წარმოიშვას 30 წლისთვის, როგორც ვარაუდია, იმის მიხედვით, როგორ იზრდებიან სამხრეთ-აღმოსავლეთის ქვეყნები, აი ამ 15 ტრილიონის გადანაწილებაზე არის ლაპარაკი. ზოგადად ვაჭრობაზე კი არა, ნავთობის და გაზის მიერ წარმოშობილი დიდი ფინანსური ნაკადების გადანაწილებაზე და გავლენაზე იმაზე, თუ ეს სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია თავისი ლამის 4 მილიარდიანი მოსახლეობით როგორ განვითარდება და ვიზე იქნება მისი ენერგეტიკული მომარაგება დამოკიდებული დასავლურ კომპანიებზე, ისინი განსაზღვრავენ ამას და ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპული კომპანიები და ისრაელი თუ ეს იქნება ისევ აღმოსავლური კომპანიები, რომლებიც დამოკიდებული არიან ამ რესურსებზე, ამ რეგიონიდან. ამიტომ ომი მე ვერ ვხედავ იმის შესაძლებლობას, რომ ეს ომი სწრაფად და დროულად დამთავრდეს, იმიტომ რომ ჩინეთიც ისეთი გაძლიერებულია, რომ უკან დახევისთვის ძალიან ჩინეთს და რუსეთს ამ ომში ირანის ჩამოშლა მთლიანად წაუშლის credibility-ს რაც შეეხება, იმიტომ რომ მთავარი პარტნიორები არიან ისინი ირანის აქ და ირანი ამ შემთხვევაში მარტო ნამდვილად არ არის. ეს არის დიდი ომი დასავლეთის წინააღმდეგ. თქვენს კითხვას მინდა დაუბრუნდე, რაც შეეხება რელიგიურ ნაწილს. ეს ომი მე ძალიან მაგონებს ჯვაროსნული ლაშქრობების დაწყებას მე-11 საუკუნეში. მაშინაც ბიზანტიის იმპერია იყო ძირითადი სავაჭრო გზების მაკონტროლებელი. მანამდე შემდეგ ფატიმიდებმა წაიღეს ლიბანი და იერუსალიმი. მაშინაც მთავარი ამოცანა იყო იმ ქონების, იმ values, იმ ყველაფრის გადანაწილება დასავლეთსა და აღმოსავლეთ შორის, რომელიც ახლო აღმოსავლეთში წარმოიქმნებოდა. იმ ვაჭრობით, რომელიც არსებობდა დასავლეთსა და იგივე სამხრეთ-აღმოსავლეთ შორის. ამიტომ ეს ძალიან მაგონებს იმ დიდ ჯვაროსნულ ლაშქრობას, რომელიც მე-11 საუკუნეში დაიწყო. ძალიან მაგონებს ამას, მაგრამ როგორ წარიმართება, ახლა მოთამაშეების ხვები არის, ფსონები არის გაცილებით მაღალი, სამყარო არის უფრო მეტად განვითარებული, როგორც ტექნოლოგიურად, ისე სამხედრო თვალსაზრისით და ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეს გაცილებით რთულად წავა ეს პროცესი. მე ირანს საერთოდ ვუყურებ ამ შემთხვევაში როგორც proxy wars, როგორც proxy ომს, როგორც უკრაინის შემთხვევაში ეს proxy ომი იყო.
ეს არის დასავლეთის და აღმოსავლეთის დიდი დაჯახება. კი ბატონო. და იმ ჯვაროსნული ომების დროსაც აქტიური იყო მაგალითად სოლომონის ტაძრის აშენების საკითხიც, ასე ვთქვათ, ხო, ტამპლიერებისგან მაგალითად ასე შემდეგ. შოთა. მეც დავამატებ წინა გამომსვლელების, ასე ვთქვათ, არგუმენტებს, რომ ეს არის სისტემური კონფლიქტი, რომლის დღევანდელი სტატუს-კვოთი დასრულება პრაქტიკულად შეუძლებელია და განვიხილავ შეერთებული შტატების პერსპექტივას. დღევანდელი სტატუს-კვოთი თუ დასრულდა ეს კონფლიქტი, ეს ნიშნავს იმას, რომ შეერთებული შტატები რეალურად კარგავს იმ სამხედრო მთლიანად ინფრასტრუქტურას, რომელიც არსებობდა ახლო აღმოსავლეთში, ეს რამდენიმე, 10-ზე მეტი სამხედრო ბაზა. ეს რას ნიშნავს? ამ სამხედრო ბაზებისთვის შენახვისთვის გამოიყოფოდა ის ტრილიონამდე სამხედრო ბიუჯეტი, რაც გამოიყოფოდა აქამდე, ფინანსდებოდა ამ ბიუჯეტისგან და ჩვენ ასევე გვახსოვს, რომ ეს არაბული მონარქიები მსუყედ აფინანსებდნენ აი საკუთარ ამერიკულ სამხედრო სამრეწველო კომპლექსს, ხო? ჯერ კიდევ ტრამპის პირველი პრეზიდენტობისას მუჰამედ ბინ სალმანმა 100 მილიარდიანი, ასე ვთქვათ, შენაძენი გააკეთა სამხედრო შეიარაღების და ბოლოს გასულ წელს იყო, როდესაც ჯამურად ტრილიონიანი ინვესტიცია შეიპირა დონალდ ტრამპმა არაბული სამეფო საემიროებისგან. ანუ ამ კუთხით პირველი ეს რომ ეს ურტყავ დაარტყავს სამხედრო სამრეწველო კომპლექსს შეერთებულ შტატებში და ეს არის მათთვის კატასტროფა და ეს ყველა პოლიტიკურ ელიტას დაარტყავს შეერთებულ შტატებში და მეორე ეს არის პეტროდოლარის საკითხი. შეერთებულ შტატებს შეუძლია რომ დღესვე, ასე ვთქვათ, დატოვოს სპარსეთის ყურე, მას არ აქვს ინტერესი აქაური ნავთობის, თუ სწორად მახსოვს 2-3%-ია ამერიკული მოხმარება სპარსეთის ყურის ნავთობის, ძალიან ცოტაა. მაგრამ როგორც კი შეერთებული შტატები დატოვებს სპარსეთის ყურეს, ეს ნიშნავს იმას, რომ აქ არსებულ ქვეყნებს შეეძლებათ თავისუფლად მიიღონ გადაწყვეტილება რა ვალუტაში გაყიდონ საკუთარი რესურსები. ეს ნიშნავს პეტროდოლარის რეალურად დასრულებას. ეს არის, ასე ვთქვათ, სისტემური კატასტროფა შეერთებული შტატებისთვის. ეს ორი, ასე ვთქვათ, იმიტომაც ხედავ დღეს, რომ რეალურად კონფლიქტის ცენტრმა გადაინაცვლა არა რეჟიმის ცვლილებიდან გადაინაცვლა ჰორმუზის სრუტის გახსნაზე. ანუ დღეს წესრიგში აღარ დგას რეჟიმის ცვლილება. დღეს წესრიგში დგას ჰორმუზის სრუტის გახსნით თუ არ გახსნით. ზუსტად აქედანაა ეს გამოწვევა, რომ აი სამომავლოდ პერსპექტივაში რაც მე ვახსენე, ნებისმიერი, ასე ვთქვათ, ირანის დღევანდელი ხელისუფლების შენარჩუნება ნიშნავს იმას, რომ სამომავლოდ ამერიკულ პეტროდოლარს და ზოგადად დოლარის მოცულობა სოფლიოში ემუქრება საფრთხე. ასევე ისიც უნდა დავამატოთ, რომ ეს არაბული მონარქიები აფინანსებენ ამერიკულ ვალსats, საფინანსო ობლიგაციებს ისინი ყიდულობენ და ის ინფლაცია რო არ არის მაგალითად შეერთებულ შტატებში, მეტწილად დიდი დამსახურება ამ არაბულ სახელმწიფოების. ამიტომ რამდენიმე, ასე ვთქვათ, მიმართულებით ეს არის სისტემური კონფლიქტი შეერთებული შტატებისთვის, რომელიც აი ესკალაციისთვის არის განწირული სამწუხაროდ. მოკლედ, ომის დასრულებასთან დაკავშირებით ძალიან ოპტიმისტური პასუხები მივიღეთ. შეიძლება აი უკრისაც შეიძლება გამოვიხმო შეკითხვას. ირანული პერსპექტივით ეს რელიგიური განზომილება უფრო ავთენტურად მოსჩანს იმ გაგებით, რომ ბოლო ათწლეულების გამოცდილება გვაჩვენებს ის, რომ არსებობს რაღაცა შექმნილი რაღაც სუნიტური ჯიჰადის პროექტები, რომელიც პირველ რიგში ერჩის შიიზმს. ხო, იქნებოდა ეს ისლამური სახელმწიფო, იქნება ეს ჰეზბოლასთან პერმანენტული დაპირისპირება, იქნება ჰუსიტებთან. ანუ თლიანად ეს დასავლური პროექტები მიმართულია შიიტური, ასე ვთქვათ, პუნქტების რა, ცენტრების ჩამოშლისკენ. ანუ ირანულ პერსპექტივით ეს რელიგიური განზომილება უფრო ინსტრუმენტალიზება ამ, ასე ვთქვათ, რელიგიური განზომილების უფრო ავთენტურად მოსჩანს, მაგრამ ისრაელის გადმოსახედიდან ეს იუდაიზმის და რაღაცა მეორედ მოსვლის პერსპექტივები ეს უფრო რაღაცა საგარეო პოლიტიკის თვის ლეგიტიმაციის შეძენის ინსტრუმენტებია, რომ რაღაცა მოსახლეობას დაარწმუნა, რომ რაღაცა ჩვენ პერმანენტულ რაღაც ეგზისტენციალურ საფრთხის ქვეშ ვართ და ნუ ჩვენ უნდა ვაწარმოოთ მუდმივი რაღაც ექსპანსიური საგარეო პოლიტიკა. ნუ არ ვიცი ხა მოსახლეობის რაღაც ნაწილს ეს ისრაელში ჯერა ეს რაღაცა რელიგიური აუცილებლობა ირანთან დაპირისპირების. თუმცა ხა თუ დავაკვირდებით დასავლურ საზოგადოებებს და შეერთებულ შტატებში, ნუ ამაზე რაღაცა ღიმილის მომგვრელი კომენტარებია, თუნდაც რიგით დამკვირვებისგან მიმართულებით. თუმცა რაც შენ თქვი შიიტებთან დაკავშირებით, ბოლო კამპანიებმა რაც აჩვენა ამერიკის, ესე ვთქვათ, ხო, უფრო საწინააღმდეგო შედეგები გამოიღო საბოლოო ჯამში, ნუ სირიას თუ არ ჩავთვლით, ერაყში შიიტური ხელისუფლება მოიყვანეს, პრინციპში შეიძლება ითქვას, ბაჰრეინში შიიტების აი ეს სიმრავლე ამ
ამ წუთის მონაცემებით ზუსტადაც რომ საპროტესტო მოძრაობებით გამოდის არსებული სუნიტური ხელისუფლების წინააღმდეგ და იემენში გასულ წელს სულად წააგეს ომი, შეიძლება ასე ითქვას, შიიტურ იემენელებთან, ასე რომ აი ცოტა რთული თემაა ნამდვილად ეს დაპირისპირება, რომელსაც მიზნები, რომლებისაც ატარებს ხოლმე ამერიკული კამპანიები, სამხედრო კამპანიები და შედეგები, არ ვიცი რამდენად ემთხვევა ერთმანეთს, შეიძლება დიდი კითხვის ნიშანი დაისვას. შემდეგ რა უნდა შეგვიძლია, აი არჩილს რომ მიეწოდეს ზვია თუ შეიძლება. გამარჯობა, დიდი მადლობა მოხსენებისთვის, არჩილ სიხარულიძე, პოლიტოლოგი. შეკითხვა მაქვს ორიენტალიზმთან დაკავშირებით და პესიმისტურ სცენარისთან, რომელსაც ჩვენ ვუსმენდით. პირველი, მე გვხვდებით, რომ სპარსელები და არაბები ერთი და იგივე არ არის. შესაბამისად, თანამედროვე ირანმა თავისი ადგილი ამ გეოპოლიტიკურ ვითარებაში ვერ იპოვა. მაგრამ თუ თქვენ იმყოფებით რომელიმე აწყობილ არაბულ სახელმწიფოში, მაგალითად ყატარში, იცით რომ მათ შეძლეს საკმაოდ კარგი სახელმწიფო შექმნა, სადაც ადამიანები ძალიან კმაყოფილები არიან ცხოვრებით. შესაბამისად, შეკითხვა მაქვს ასეთი: რამდენად აწყობთ მათ რეალურად ორიენტალისტური აზროვნების და სამყაროს ჩამოშლა, რომელშიც საკმაოდ კარგი ეკონომიკური ცხოვრება აიწყეს. ეს თქვენთან. რაც შეეხება ოპტიმისტურ პესიმისტურ სცენარს, ფაქტობრივად მივედი დასკვნამდე, რომ დაბომბვას აზრი არ აქვს. თუ გაგრძელდება დაბომბვები, ნავთობზე ფაცი აიწევა, რუსეთი ძალიან დიდ სარგებლობას მიიღებს, უკრაინა ეგ ტაშტუშს უკრავს გვიშველეთ. შესაბამისად, ერთადერთი შედეგი, რაც შემოყვეს, არის სახმელეთო ოპერაცია. და ჩვენ ვიცით, რომ უკვე ძალიან აქტიურად საუბარი მიდის იმაზე, რომ რომელიმე კუნძული იქნება დაპყრობილი, საუბრები მიდის იმაზე, რომ შეიძლება ძირითად მიწაზეც უშუალოდ ირანშიც გახურდეს და სამხედრო ოპერაცია. მოდით ვიმარჩიელოთ თქვენი აზრით დიდასრულდება ეს ყველაფერი. იმიტომ მაინც ერთი როცა ჩვენ ვბომბავთ სახელმწიფოს და მეორე როცა ჩვენ 2000, 3000 ან 5000 ჯარისკაცს გავუშვებთ, რომ მიწა დაიპყრონ და მე მგონი რუსეთის ოპერაცია უკრაინაში აჩვენებს, რომ დაპყრობა ერთია, მაგრამ შენარჩუნება მეორეა და შედეგები მით უმეტეს კიდე შეიძლება სრულად განსხვავებული იყოს. მადლობა. კი ბატონო. არჩილ დაიტოვე მიკროფონი. აგერ წინ მოდი. გამარჯობათ. მადლობა საინტერესო მოხსენებისთვის. მერაბ ჯანიაშვილი ხო პირველი არხის ეკონომიკური ანალიტიკოსი. მე სამწუხაროდ ომი როგორც თქვენ ახსენეთ ესკალაციისთვის არის განწირული და თუ ეს ერთი თვე უფრო სამხედრო ობიექტებზე იყო იერიშები, ბევრი პროგნოზია, რომ თუ ესკალაცია გაიზარდა, გადავა ინფრასტრუქტურის პროექტებზე, ხო, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურას დაბომბები. ანუ ამის შედეგად ამ ხელა რეგიონში ხო დიდი შანსია, რომ დემოგრაფიული და რაღაცა აი სოციალური კატასტროფები დადგეს, ხო? ხო აუცილებლად რაღაცა ტოლილების ტალღა წამოვა. აი ჩვენ თქვენი შეფასება მაინტერესებს, ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ ამ სიტუაციაში? იმიტომ რომ ახლა რაღაცა საქართველოს მოლოდინი აქვს ვითომ რომ აი რაღაცა დიდად არ გაძვირდა ნავთობი, ჯერ ერთი თვე ამიდის ომი. რეალურად ხედავთ რომ აზიის ქვეყნები სერიოზული დეფიციტის წინაშე დგანან ნავთობის უკვე, ამერიკას კი არ, ამერიკა რაც ვნახე ბოლო ერთ თვეში ყველაზე მეტ ნავთობს ქაჩავს და ყიდის ისტორიაში. ან მათთვის დეფიციტი არ შექმნილა. შესაბამისად თუ რაღაცა აი სოციალური პრობლემები გაჩნდა, უფრო გაჩნდება აზიაში და ახლო აღმოსავლეთში, ხო? ეს ხალხი სად წავა? პირველ რიგში ჩემი აზრით, რა ვიცი, ყველაზე საშიში ჩვენთვის ისაა, რომ ჩვენზე გამოიაროს, ხო? მე მაინტერესებს თქვენ როგორ ხედავთ ამ კონფლიქტი. თუ ესკალაციისკენ მიდის და სამწუხაროდ, ანუ ისეთი რა ვიცი, პოზიციები აქვს მხარეებს, რომ აუცილებლად ესკალაცია მოხდება, იმიტომ რომ ამის გადაწყვეტა, რა ვიცი, ძალიან რთული იქნება, რომ ან ამერიკა უნდა გავიდეს რეგიონიდან, ან ირანმა უნდა შეწყვიტოს არსებობა, ხო, ფაქტიურად რა. შესაბამისად, იმდენად მაღალია ფსონები, რომ ესკალაციისთვის განწირული ვართ. შესაბამისად, ეს ესკალაცია, რასაც გამოიწვევს, ხო? ამისთვის რამდენად არის რეგიონი მზად. პირველ რიგში ჩვენი და შემდეგ ალბათ ევროპა, ხო, ჩვენი გავლით მოხდება ამ მასების გადაადგილება. აი თქვენ ამ საკითხს როგორ უყურებთ? კი ბატონო, მოდი ბატონოდარს მიეწოდე მიკროფონი, მაგრამ ჯერ პასუხები გავაცემინოთ და შემდეგ მოგიბრუნდებით. ხალბატონ ლიანა, თქვენ ხوار დაიწყებთ ამჯერად. ბატონო? თქვენ ხوار დაიწყებთ ამჯერად პასუხს.
ეს ძალიან სერიოზული თემაა, მინდა გითხრათ. თუ რუსეთი და ჩინეთი და დასავლეთი არ შეთანხმდებიან იმაზე, რომ სპარსეთის ყურის აფეთქება მთლიანად ჩააწვენს მსოფლიოს და მესამე მსოფლიო ომი არის გარდუვალი ფაქტიურად შეიძლება 73 წლის ბირთვულ დაპირისპირებამდე მივიდეს საქმე, როდესაც საბჭოთა კავშირი და ამერიკა ერთმანეთს ხმელთაშუა ზღვის აუზში ერთმანეთს დაუპირისპირდა. ამიტომ ერთი ცოცხალი იმედი მაქვს, რომ ეს არ მოხდეს და ბირთვული დაპირისპირების ფონზე რაღაცნაირად ერთმანეთში შეთანხმდნენ. სხვა შემთხვევაში ვერავინ ვერ დაიცავს ტოლვილებისგან ვერც ერთი საზღვარი. საბჭოთა კავშირმა თავისი საზღვარი დაიცვა ირანის ომის დროს, იმიტომ რომ ის საბჭოთა კავშირი იყო. ახლა ის რუსეთი აღარ არის ის საბჭოთა კავშირი. ახლა ეს საზღვარი არ არის ისეთი მყარი და მტკიცე. ამიტომ ტოლვილების ტალღა არის ძალიან სერიოზული თემა, ამის ეშინია რუსეთს ძალიან. ეს ტალღა წავა ალბათ ცენტრალურ აზიაში, ძალიან დიდი ტალღა წავა ცენტრალურ აზიაში. აზერბაიჯანში წამოვა ძალიან დიდი ტალღა, ფერეიდნელები რომ წამოვიდნენ, ქართველები, ქართულად მოსაუბრე. რას ვიზამთ? კარებს დაუკეტავთ? ჩვენ ვლოცულობთ, რომ შეთანხმდნენ. ბირთვულად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და მსოფლიო არ დედამიწა არ ააფეთქონ. ვლოცულობთ, აბა რა უნდა ვქნა, ჩვენ რა შეგვიძლია? იმედი შეიძლება გქონდეს, რომ ნავთობზე და გაზზე თუ რაღაცა პრობლემები, აგერ შეიძლება ვთქვათ ბაქოს სუფსა, რომელიც 22 წელს არის გაჩერებული და ერთი წვერთი ნავთობი არ გადის, იქნებ ყაზახეთიდან წამოვიდეს ნავთობი და ის შეგვემატოს. ჩვენ პრობლემა არც ჯაჭვური ჩახსნის, არც არაფრის ენერგეტიკული კუთხით არ გვემუქრება. რაღაცა ნაწილი ყაზახეთი არის უმსხვილესი მწარმოებელი ამ სივრცეში, გოგირდის გადის ჩვენ ვატარებთ. გოგირდს ყაზახეთიდან. ჩვენ თუ ტოლვილთა ტალღა არ წაგვიღებს, გადავრჩებით. თავარია ისინი დიდი მოთამაშეები შეთანხმდნენ. კი ბატონო. ჩემი აზრით, იმიტომ რომ ტოლვილთა ტალღას ვერავინ ვერ გადაურჩება, ვერავინ კარებს ვერ დაუკეტავს ბავშვებს და ქალებს და მით უმეტეს ქართულად მოსაუბრეს, აბა როგორ ვიზამთ მაგას? კი ბატონო. ეკლესიებში და მეჩეთებში. ხო, აი თუ ეს გვიშველის უკაცრავად. ისინი თემი. ხო, აი სახმელეთო ოპერაციასთან დაკავშირებით მინდოდა პასუხის გაცემა. ფიქრობ, რომ გეოგრაფია ირანის ისეთი არის, რომ შენ პრაქტიკულად ირანში შეღწევა არ შეგილია ხმელეთით. ერთი პატარა მონაკვეთის გარდა რა, ეს არის აი ერაყის სამხრეთიდან ირანში პატარა დერეფანი არის, ქალაქ ბასრადან თუ შეუხვევ აღმოსავლეთით. ეს ის ტერიტორია, სადაც შეხვალდა იქ არაბებით დასახლებული ტერიტორიებია. აი ხმელეთით ოპერაცია არის შესაძლებელი მხოლოდ ამ გზით. ანუ სხვა მხრივ ირანი არის გარშემორტყმული მთებით, უდაბნოებით და ზღვებით პრინციპში. შენ ერთია შეაღწიო და მეორე აწარმოო ომი, რომელიც და ისეთ ქვეყანაში, სადაც გეოგრაფია, რომლის გეოგრაფია არ გავს ერაყის გეოგრაფიას, ხო? ანუ ერაყი არის მაინც შედარებით ბრტყელი და შენ მარტივად შეგეძლო სიტყვაზე ბაღდადამდე მისულიყავი და მე ჩამოიშლებოდა ყველაფერი და ირანის შემთხვევაში წერანაც როგორც ვისაუბრე, მაქსიმალურად დეცენტრალიზებული ქვეყანა არის, სადაც უმსხვილესი ქალაქებია, ეკონომიკურადაც სხვათა შორის არ არის ერთი კონკრეტული ცენტრი. ბევრი ეკონომიკური ცენტრია, დიდი მოსახლეობა არის და საკმაოდ მძლავრი სამხედრო ესე ვთქვათ პოტენციალით. ამიტომ ირანის დაპყრობა, ეხლა ისტორიულადაც ირანის დაპყრობა რამდენიმე დამპყრობელს მოახერხა ალექსანდრე მაკედონელის ჩათვლით, მაგრამ სულ ცოტა ხნით, აი პრაქტიკულად შეუძლებელია ირანის შენარჩუნება აწლეულებით, მით უმეტეს უფრო მეტი ხნის განმავლობაში. ამიტომაც ეს არ არის ერაყი, ეს არ არის თუნდაც სირია და ეს არის დაახლოებით ის, რაც არის ავღანეთი, შეიძლება უარესიც კი, იმიტომ რომ ავღანეთში მაინც თალიბანს ისეთი სამხედრო პოტენციალი არ ქონდა, მაინც გავიდნენ პაკისტანში და იქიდან აწარმოეს ომი ამერიკის წინააღმდეგ. ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს უფრო განსხვავებულ, ესე ვთქვათ,
ქვეყანასთან, რელიგიურ, ესე ვთქვათ, გეოგრაფიასთან, სამხედრო პოტენციალთან. ამიტომ ეს იქნება აბსოლუტურად თავად შეიძლება ითქვას მწარი ნაბიჯი, თუ შენ შეიყვანე ჯარი ქვეყნის შიგნით, თუ შენ დაიპყარე რამდენიმე კუნძული, ეგ შესაძლებელია, რა თქმა უნდა, მაგრამ ესეც შეგიყვანს შენ უფრო ხანგრძლივ, ესე ვთქვათ, სამხედრო კამპანიაში. ამიტომაც ირანი, ასე ვთქვათ, მაინც ანუ ესე მარტივად ვერ შევხედავთ რა ამას. ამიტომ არის რომ საუბარი მიდიოდეს სიტყვაზე ქურთების შეიარაღებაზე, რომ იქნებ ქურთების მეშვეობით მოხდეს აი ეს ქვეყნის შიგნით შეღწევა, იმიტომ რომ ქურთებმა კარგად იციან აი ეს მთიანი რეგიონი ზაგროსის მთები, რომელიც ერაყთან და თურქეთთან ყოფს ხო ესე ვთქვათ ირანს. მაგრამ იქაც არ გამოვიდა, იმიტომ რომ ქურთები არ არიან მაინც და მაინც ამის მომხრენი და სხვათა შორის შეიძლება ამას საპირისპირო შედეგიც კი გამოიწვია, იმიტომ რომ ირანში ეს გამოიწვევდა უკუ რეაქციას, ანუ ესე ვთქვათ დადებით ეფექტს ირანელებისთვის, რადგან უფრო შეიკრებოდა ქვეყანა და ამის წინააღმდეგი რა თქმა უნდა თურქეთი იქნებოდა, ერაყი თვითონ პაკისტანიც, იმიტომ რომ ყველა ამ ქვეყანას აქვს ესე ვთქვათ პრობლემები ეთნიკურ უმცირესობებთან და არავის არ უნდა რომ კონკრეტულად რაღაცნაირად შეერაღებული ქურთები ისრაელის და ამერიკის მიერ დაფინანსებული ესე ვთქვათ გამოიყენონ და ამით თლიანად არსებული რუკა ახლო აღმოსავლეთის მოიშალოს. ამიტომ აი სახმელეთო ოპერაცია მე მგონია შეუძლებელი. ერთადერთი რამ რაც შეიძლება მართლაც ირანში პოლიტიკური სისტემა შეცვალოს, ეს არის ადგილობრივი მოსახლეობის გამოსვლა. არა ასობით ათასობით ადამიანის გამოსვლა, არამედ მილიონობით ადამიანის გამოსვლა, რომელიც სიტყვაზე შეცვლის ძალადობრივად რაღაცა პოლიტიკურ სისტემას. სხვა მხრივ გარედან ამის გაკეთების ასე ვთქვათ ვარიანტებს ამ მომენტში მე უბრალოდ ვერ ხედავ. კი ბატონო, შოთა. ჩემს მიმართ დასმულ კითხვას გავცემ პირველ რიგში პასუხს. სპარსულ მონარქიებში არსებობს ელიტები, ისინი არიან გარედან დასმული ელიტები, ისინი არ არიან ორგანული ელიტები. შეიძლება მოსახლეობის ნაწილი კმაყოფილია საკუთარი ცხოვრების დონით, თუმცა ეს რაღაც ეროვნული რაღაცა pride, სიამაყე მაინც არსებობს. ამისი ცხადი გამოვლინება მაგალითად ბაჰრეინში მიმდინარე მოვლენები, რაც ხდება. ბაჰრეინი მე მგონი სამეულში შედის მთლიანში და პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე, ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქვეყანაა. თუმცა ის ასე ვთქვათ, აი რაღაცა ახსენე ხელოვნურად დასმული ხელისუფლება მათთვის მიუღებელია. იგივე არის კუვეიტში, ალბათ თქვენც ნახეთ კადრები, როდესაც ჩამოვარდა 2 F-16 იყო თუ სწორად მახსოვს ხო კუვეიტში, ხო. შეძახილები რომ რაღაც ბედნიერების გამომხატველი შეძახილები რომ ეს ხდება. ასევე არ დაგვაუწყდეს საუდის არაბეთის თლიანად აღმოსავლეთ ნაწილის სპარსეთის ყურის სანაპიროზე, ეს არის თლიანად შიიტებით დასახლებული, შიიტი არაბებით დასახლებული ტერიტორია, რომლებიც არიან წლების განმავლობაში რეპრესირებული საუდების სახლის მიერ, ამიტომ ესეც არსებობს. ყატარშიც ალბათ გახსოვთ 2023 წელს იყო ხო მსოფლიო ჩემპიონატი რო ჩატარდა, კატეგორიული მიუღებლობა ჰქონდა ადგილობრივ მოსახლეობას ისრაელის მედიის მიმართ ზოგადად და პალესტინის მხარდაჭერა იყო ხოლმე რაღაცა თუ უყურებდით ასე მიმდინარე იმ საფეხბურთო ჩემპიონატს და მეტნაკლებად ესეთი შედარებით ასე ვთქვათ წყნარი ქვეყანა ამ თვალსაზრისით სადაც ემირებს არ აქვს ესეთი პრობლემები, ეს არის გაერთიანებული საემიროები. თუმცა თუ პერსპექტივაში შევხედავთ, თუ ეს კონფლიქტი გაჭიანურდა და ამ ქვეყნების შემოსავლები შემცირდა, ისინი ვეღარ უზრუნველყოფენ იმ კეთილდღეობის დონეს, რაც არსებობს დღეს, ხო? ეს არის აბსოლუტურად ნავთობის გაყიდვაზე დამოკიდებული საზოგადოებები. ამიტომ ეს წინააღმდეგობები იარსებებს. მაგალითად გავიხსენოთ იგივე არაბული გაზაფხულის დასაწყისით, მაშინ ბაჰრეინშიც იყო გამოსვლები, საუდის არაბეთშიც, ყატარში თავიდანვე გააჩერეს მაშინ. იორდანიაშიც იყო. იორდანია ხო არ ითვლება სპარსეთის ყურის მონარქიებად, მაგრამ ხო, იორდანია საპოლიციო რაღაც შეიძლება ვთქვათ რეჟიმია, სადაც მოსახლეობის უმეტესობა არის პალესტინური ფესვების და უბრალოდ რაღაცა ძალადობრივად არის შეჩერებული რაღაც პროტესტი ამ ქვეყანაში. მეორე კითხვა მე რაც დასვა, ეს კონფლიქტი ჩვენ შეიძლება დავინახოთ იმ კუთხით, რომ ეს კონფლიქტი არის წარმოებული გლობალური სამხრეთის წინააღმდეგ. გარდა იმისა, რომ მაგალითად თუ ირანი დამარცხდა ამ ომში, ჩვენ შემდგომ მივიღებთ ერთხელ ვახსენე ჰიპერუნიპოლარიზმს, სადაც უბრალოდ შემაკავებელი აღარ იქნება აღარც როგორც ქალბატონმა ლიანამ ახსენა, აღარც ჩინეთი და აღარც რუსეთი და ყველა ნებისმიერი საშუალო და პატარა ქვეყანა იქნება, ასე ვთქვათ, ამერიკული ჰეგემონიის ხვერპლი ამ თვალსაზრისით და მეორე, რაც ასე ვთქვათ, შევეხეთ
ენერგეტიკული დეფიციტი ქმნის ეკონომიკის რეცესიულ პროცესებს, პლუს ეს ემატება სასუქის დეფიციტი ქმნის იგივეს. ტექნოლოგია. კი, ეს ყველაფერი ერთმანეთს ემატება, რაც ყველაზე მოწყვლადი არიან ისევე აი მესამე სამყაროს ქვეყნები ამ თვალსაზრისით და ჩვენ ნახეთ კიდევაც ინდოეთში იყო რაღაცა ულევი რიგები ნავთობის ბენზინის ხო პიჯის ბალონებზე აქვთ ბევრი და ესე უფრო კიდევ დიდ სურათს თუ შევხედავთ ამ თვალსაზრისით შეიძლება ეს ომი აღვიქვათ როგორც ჩინური ინდუსტრიის შემცირებაზე მიმართული ომიც გამამდინარე იქიდან ერთი მხრივ თუ მეტი ნაკლები ნავთობის იმპორტი მოახდინა ჩინეთმა წარმოების ოდენობა შემცირდება და მეორე ის რომ აი მესამე სამყაროს ქვეყნებს თუ არ ექნებათ შემოსავლები და ეკონომიკური ზრდა ისინი ვერ შეიძენენ ამ ჩინურ საქონელს ანუ ჩინური ექსპორტით შემცირდება ეხლა ეს არ ვიცი რამდენად არის ამერიკული გათვლები და დაგეგმილი უბრალოდ პროცესში ეთოკ ესე ხდება ყოველ შემთხვევაში ამასთან ერთად ჩინური ესე ვთქვათ მარშრუტებზეც დარტყმა რომელიც ხმელეთზე გადის და რომელშიც საკმაოდ დიდი თანხა აქვს ჩინეთს ჩადებული ხო ინფრასტრუქტურაში. სხვა შორის ჩინეთი დაკარგავს ევროკავშირის ბაზარსაც. დაკარგავს ახლო აღმოსავლეთის დაკარგავს ბევრ ამას მართალია ნავთობის და გაზ რუსეთზე დამოკიდებული აფრიკაზე წვდომაც საკმაოდ შეიზღუდება. აფრიკაზე წვდომაც საკმაოდ შეიზღუდება ახლო აღმოსავლეთში. აფრიკაზე გადის პირდაპირ ირანიდან გადის თავის აქტივებზე. დიდი აქტივები აქვს აფრიკაში. დიდი ინვესტიციები ჩადებული და ირანიდან გადის. ირანზე აქვს გამავალი გზა, იმიტომ რომ მასე მალაზიის ყურეში გასვლა უჭირს ამერიკის სამხედრო ფლოტის გამო. და ამიტომ იძულებულია ხმელეთით წამოვიდეს და ირანზე სარკინიგზო ხაზი გახსნა და იქიდან აქვს კავშირი. განსაკუთრებით ჩაბაჰარის პორტი არის მიღმა, ორმოზის ყურის მიღმა არის და შეუძლია ხმელეთით პირდაპირ გავიდეს არაბეთის ზღვაზე. ამიტომ კი ბატონო. ეს დაამნიშნულოვანია. მოდით სამი სურვილი დავინახე კითხვის დასმის და სამივე დავსვათ და უპასუხოთ და შევაჯამოთ შემდეგ გთავაზობთ რომ ჩაი და ყავაზე გავაგზავნოთ გარეთ საუბარი ბატონი ნოდარი შემდეგ ბატონი დავითი და ბატონი რევაზი აქეთ თუ შეიძლება ნოდარ გაბანაძე დამოუკიდებელი სტატისტიკოსი მე ერთ მომენტს გავუსვავ ხაზს და თქვენი აზრი მაინტერესებს ამ საკითხთან დაკავშირებით ირანის განცხადებით ორმოზის სრუტე დაკეტილი არ არის ორმოზის სრუტის სარგებლობა შეუძლიათ ქვეყნებს რომლებიც შეთანხმებას მიაღწევენ ირანთან რომ გემები ნავთობი გაიტანონ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია თუ ამ ნავთობში გადახდილი არის იუანები ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამეა ეს არის პირდაპირ განაჩენი პეტროდოლარისთვის. პეტროდოლარს თუ ანუ დოლარის სისტემას თუ პრობლემა შეექმნა, ეს იქნება ეკონომიკური ცუნამი მთელ პლანეტაზე. დიახ და აი ეს რამდენად მოსალოდნელია თქვენი აზრით. და ერთი მომენტი კიდევ. სანამ ეს კონფლიქტი დაიწყებოდა, ძალიან საეჭვო ვიზიტი ქონა ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ისრაელში. და ამით პრაქტიკულად ბრიქსში ძალიან ცუდი ატმოსფერო შექმნა მან. ეხლა ინდოეთში ნამდვილი კატასტროფა ხდება ამ საწვავთან დაკავშირებით. და როგორ ფიქრობთ, რამდენად გამოძვრება ინდოეთი აქედან? კი ბატონო, დავით მიაწოდოთ უკან თუ შეიძლება. მოგესალმებით, დიდი მადლობა ძალიან საინტერესო მოხსენებისთვის ყველა სამივეს. მე გეთანხმებით რომ ირანის კამპანია ეს არის პროქსი ომი, მე გეთანხმებით რომ ჩვენს თვალწინ არის დასავლეთ აღმოსავლეთის ძალიან სერიოზული დაპირისპირება და ამ კონტექსტში მე პირველ რიგში ჩემი ჩვენი უშუალო სამეზობლო მაღელვებს და მაწუხებს და თქვენი სამივეს აზრი მაინტერესებს შეიძლება თუ არა მიმდინარე კამპანიამ იქონიოს ზეგავლენა თურქეთთან მიმართებით სამხედრო, პოლიტიკური, ეკონომიკური თუ ჰუმანიტარული თვალსაზრისით ჩვენ ვიცით და ვხედავდით უკანასკნელი წლების განმავლობაში არაერთი მცდელობა სახელმწიფო თუ სამხედრო გადატრიალებისა ჩვენ ძალიან კარგად ვიცით სერიოზული
დაპირისპირება ამერიკის შეერთებული შტატების არაერთი ადმინისტრაციისა თურქეთის მოქმედ ხელისუფლებასთან, ვიცით ძალიან დიდი სურვილი ამ ხელისუფლების ჩანაცვლების, იმიტომ მძლავრია თურქეთში ოპოზიციური ძალები, აქ ქურთების თემაც გაისმა და ისტორიული ქურთისტანის შეიძლება თუ არა გამოყენებული იყოს საჭიროების შემთხვევაში დაინტერესებული მხარების მიერ ეს ირანული კრიზისი, ირანული კამპანია ამ ჩვენს უშუალო სამეზობლოსთან მიმართებით. დიდი მადლობა. იქით რო გადავაწოდოთ მიკროფონი. მადლობა ძალიან დიდი. ორმეს მადლობა საინტერესო მოხსენებებისთვის. ძალიან დიდი პატივისცემა ჩემგან სამივე თქვენგანს. უბრალოდ მე მაინტერესებს რომ ამ დისკუსიაში უფრო მეტად იყო საუბარი რა დააკლდება აღმოსავლეთს, თუმცა არ არის საკმარისი საუბარი იმაზე, რომ დასავლეთი მუდმივად აწარმოებდა ომებს ახლო აღმოსავლეთში და არანაირი რეალური შეჩერება არ ყოფილა მით უმეტეს ამერიკული იმპერიალიზმის კუთხით. და დამაკლდა იმისი განხილვა თუ როგორი პრობლემები ექნება უკვე თვითონ ევროკავშირსაც, რომელიც ტრამპს ამ ავანტურაში უარს ეუბნება აყოლაში. ეს არ არის მხოლოდ ესპანეთის საკითხი, რომელმაც იდეოლოგიურად თქვა რომ არაო და მათი ასე ვთქვათ განცხადებაც და პოზიციებიც პალესტინაში მიმდინარე გენოციდზეც იყო ძალიან პრინციპული ირლანდიასთან და სლოვენიასთან ერთად, თუმცა მე ვუყურებ იმასაც რომ გაზის ფასები 45%-ით გაიზარდა ომიდან რამდენიმე დღეში, მაშინ როდესაც ყატარში დაიკეტა გაზის წარმოება და ირანმა ასე ვთქვათ თავის პირობაში ასრულა, როდესაც ის დაარტყავდა ყველა იმ ეკონომიკურ ცენტრს უბრალოდ ყველა იმ ქვეყანას, რომელიც ინახავდა ამერიკულ ბაზებს, რაც ჩვეულებრივ იმპერიალიზმია ჩემი გადმოსახედიდან. ამ კუთხით თქვენ ხომ არ გონიათ, რომ სინამდვილეში ძალიან დიდი გამოწვევა იქნება ეს თვითონ დასავლური იმპერიალიზმის შენარჩუნებისთვის, იმ კუთხით რომ ხედავთ უკვე განხეთქილებას ნატოშიც და ჩვენ ნახეთ, რომ გერმანიის კანცლერმა მერცმა, რომელიც ამბობდა, რომ ირანს არანაირი თავდაცვის უფლება არ აქვს, დღეს დაიწყო ლაპარაკი იმაზე, რომ რამენაირად მიიღოს ირანთან შეთანხმება, რათა გერმანულმა გემებმაც კი გაიარონ ამ სრუტეში. ამასთან ერთად მე დამაკლდა თქვენი მხრიდან თვითონ ისრაელის როლი, იმიტომ რომ ისრაელის როლი არის ძალიან გადამწყვეტი, იმიტომ რომ მთავარი აგრესიული ძალა არის დღევანდელ დღეს ახლო აღმოსავლეთში, რომელიც გენოციდთან ერთად აწარმოებს ომს 7 ქვეყანაში. ჩვენ ვხედავთ მკვლელობებს, მასიურ გამოსახლებებს, მარადიორობას ლიბანშიც. და ეს არ არის მიმართული მხოლოდ მე ვფიქრობ ეკონომიკურ საკითხებზე, როდესაც ისრაელს ეხება, რადგან ირანი არის ერთ-ერთი მთავარი ძალა, რომელიც აკავებდა, ასე ვთქვათ, ამ ზიონისტურ ფაშიზმს, რომელსაც ჩვენ ვხედავთ დღევანდელ დღეს ახლო აღმოსავლეთში. და ხომ არ გონიათ, რომ ამასთან ერთად ეს ჰეზბოლასთან მიმართებული ეს კამპანია არ არის მხოლოდ მიმართული ირანის დასუსტებასთან, არამედ თვითონ ისრაელის მიერ მიწების მიტაცებაზე არის საუბარი. ამ ყველაფერთან ერთად და ამასთან ერთად ერთი კითხვა მაქვს კიდე თქვენთან, რამდენად მიგაჩნიათ, რომ ანსარ ალლაჰ იემენიდან შესაძლოა ჩაერთოს და მოახდინოს წითელი ზღვის ბლოკირებაც. მადლობა. კი ბატონო, შოთა, სამი ვთქვი, მაგრამ შოთას დავამთავრებინოთ. მადლობა. ხო, სამი ვთქვი და აი დავასრულოთ მე კიდევ აღარ მიუბრუნდეთ კითხვებს. დავასრულოთ. მადლობა პირველ რიგში მოწვევისთვის, შოთა შველიძე, კონფლიქტოლოგი. მე ასეთ კითხვას დავსვავდი, ის სცენარები და რაშიც გეთანხმებით აბსოლუტურად, რომ ეხლა კონფლიქტი არის ესკალაციის ფაზაში და რაციონალურად, ობიექტურად რო შევაფასოთ, უფრო დამთავრებაზე საუბარი ჯერ ძალიან ნაადრევია. თუმცა მეორეს მხრივ აი ეს მოცემულობაც რომ ომის დასრულება ახლა იმედია დიდი ფსონებია რომ თქვათ ირანის არსებობაზეა საუბარი ხო ანუ ისლამური რესპუბლიკის ფორმაში ყოველ შემთხვევაში ან ამერიკის სამხედრო თვალსაზრისით დარჩენა გასვლაზე ამ რეგიონიდან რატომ არ შეიძლება ვთქვათ რომ რაღაც პერიოდის შემდეგ აი ესეთი სცენარი იყოს რომ თქვათ 1-2-3 თვე მინიმუმ დაახლოებით ვამბობ გაგრძელდეს ესკალაცია, ეს გამოიხატოს იმ ფორმაში, რომ კიდევ უფრო არ ვთქვათ, დაბომბები წავიდეს ორი მხრივ, უფრო გაძლიერდეს და უფრო სხვა ფორმის, ასე ვთქვათ, ენერგო მომსახურების ობიექტებზე გადავიდეს, თუმცა რაღაც პერიოდის შემდეგ გამოიწვიოს ამ ყველაფერმა რესურსების გამოფიტვა თუნდაც
ან ერთი ან მეორე მხრიდან. ის რისკები, რაც თქვენ ახსენეთ, რომ საშიშროების წინაშეც არამხოლოდ რეგიონი, არამედ მსოფლიო დგას, ხო? ის ძალები, რომლებიც ასე ვთქვათ, ირანის უკან დგანან, ასე ვთქვათ, აი ამ ყველაფრის ერთობლიობამ, ვთქვათ, ისეთი სურათი დახატოს, რომ ისეთი რეალობა შექმნას, რომ ეს რაღაც ესკალაციის ეტაპზე გაჩერდეს და შემდეგ დეესკალაცია დაიწყოს. იმიტომ რომ რეალურად ესკალაცია რაღაც წერტილში ყოველთვის ჩერდება. შემდეგ იწყებს და ასე ვთქვათ, ჩამოსვლას და იმას გულისხმობ, რომ არის ისეთი სცენარი თუ განიხილება, რომ ვთქვათ, რამდენიმე რაღაც პერიოდში, არ ვიცი ზუსტად როდის, სტატუს კვო დაბრუნდეს, სახეში ცვლილი სტატუს კვო, თუმცა ირანმა გააგრძელოს ჩვეულებრივად არსებობა და ასევე ამერიკული ბაზები, ასე ვთქვათ, რეგიონში, სპარსეთის ყურის და მთლიანად ახლო აღმოსავლეთში შენარჩუნდეს. და ვთქვათ, რაღაც დაშორიშორების მომენტი იყოს, აი როგორც ახლა ამერიკაში არის საუბრები, რომ exit plan-ზე მიდის საუბარი, ხო, იმიტომ რომ ანუ ომის დასრულების გეგმაზე მიდის საუბარი, როგორ გამოვიდეთ იქიდან, ასე რომ სახი შევინარჩუნოთ. აი ამ კუთხით ხა ეს რაღაც ნორმატიული ის კი არ არის, რომ ასე არ კარგი იქნება, რომ ასე იყოს. ობიექტურადაც როგორ შეიძლება შევაფასოთ, რომ ასე ვთქვათ, გავთვალოთ, რომ რაღაც ეტაპზე ეს გამოფიტვა და ეს სხვადასხვა ის ფაქტიც, რომ ვერც ერთი მხარე ვერ აღწევს თავის მიზანს, ამან გამოიწვიოს შემდეგ დაშორიშორება და ასე ვთქვათ, გაყრა. თუ შეიძლება ასე დავარქვათ, თუნდაც რაღაც პერიოდის მანძილზე, ანუ რაღაც სამშვიდობო შეთანხმება კი არ მოხდეს, არამედ ცეცხლის შეწყვეტა მოხდეს. თუნდაც ერთი წლით და შემდეგ ისევ განახლდეს, ვთქვათ, დაბომბები ახლა, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ხო არ დაწყებულა ახლა, ანუ შარშენდელ ზაფხულის კამპანიაში დაიწყო, ხო? მადლობა. კი ბატონო. გისმენთ რა რიგით? მოდით შოთასგან დავიწყოთ ეს რაუნდი პასუხების. რიგით მიუყვები კითხვებს, ანუ პეტროდოლარის საკითხს ნაწილობრივ შევეხე და ეს პეტროიუანის მოთხოვნა ირანის მხრიდან, მოთხოვნა რა საკითხის ასე დაყენება, რომ ვინც გადაიხდის პეტროიუანში, ის იმ ქვეყნის გემები გაივლიან ჰორმუზის სრუტეში, ეს არის კარგი არგუმენტი აი ამ თეზისისა, რაც ქალბატონმა ლიანამ თქვა, რომ ეს არის პროქსი ომი, ну შეიძლება ირანი მოვიაზროთ ჩინეთის, ასე ვთქვათ, პროქსად, ну ძალიან უხეშად რო ვთქვათ ახლა ეს ასე პირდაპირ ამის თქმა შეუძლებელია, ხო? ну ეს ამაზე მიანიშნებს და ну როგორც თქვი, წინა პასუხისას, აი ამ სტატუს კოთით დასრულება ამ კონფლიქტის, ეს არის სტრატეგიული მარცხი იქნება იმ თვალსაზრისით, რომ შეერთებული შტატები კარგავს პეტროდოლარზე კონტროლს. ამიტომ ეს ამ შემთხვევაში ეს ფუფუნება შეერთებულ შტატებს არ აქვს. მეორე კითხვა იყო ინდოეთის საკითხი იყო. ინდოეთის ვიზიტი. ხო, ეს იყო, ხო, ну, ამასაც ნაწილობრივ, ასე ვთქვათ, შევეხეთ, რომ ასე ვთქვათ, მოწყვლადი ქვეყნები ამ შემთხვევაში აღმოჩნდნენ მესამე სამყაროს ქვეყნები, რომლებიც იყვნენ პირველი მომხმარებლები სპარსეთის ყურის ნავთობის სასუქების და სხვადასხვა ნივთიერებების. მესამე კითხვა, ეს შეეხებოდა ისრაელის საკითხს, მე უყურებ ასე, რომ აი რეტროსპექტულად შეიძლება გავაკეთოთ ასეთი ანალიზი, რომ გეგმაში იყო ეს ირანში ხელისუფლების ვერტიკალის ჩამოშლა და პარალელურად თუ კი ეს ირანის მხარდაჭერა ქრებოდა, ისრაელს უნდა დაეწყო სამხრეთ ლიბანის რეალურად ანექსია. ეს გეგმაც, ну, პრაქტიკულად ხორციელდება, თუმცა იმ გეგმის მიხედვით ვერ, რაც მაგალითად დასაწყისში იყო გაწერილი, ეს პროცესი დაწყებულია და პრაქტიკულად უკვე ღიად აცხადებენ ისრაელში, რომ სამხრეთ ლიბანის ანექსია არის მათი მიზანი. პრაქტიკულად მილიონამდე ადამიანის შიდა მიგრაცია მოხდა ლიბანში, სამხრეთ ლიტანიდან ჩრდილოეთის მხარეს, ну, რამდენიმე ათასი უკვე დაღუპულია და რაც, ну, რა თქმა უნდა, ხა ეს ახალი თეზისი არ არის, რომ ირანთან წინააღმდეგობა ისრაელის მხრიდან არის შემდგომ მისი, ასე ვთქვათ, დიდი ისრაელის პროექტის შექმნის მთავარი მიზანი, იმიტომ რომ სანამ ირანი არსებობს, მსგავსი ტიპის პროექტი ახლო აღმოსავლეთში ვერ განხორციელდება. და მეოთხე კითხვა, ну, მე ვხედავ ასე, ეს არის ბოლო ომი, რომელსაც იომებს ირანი. ის მათი პერსპექტივა ასეთია. ანუ და როგორც პროცესი მიდის, მათი გეგმა არის მაქსიმალურად დიდ დროზე გაწელვა ამ კონფლიქტის, ხო? მაგალითად დღეს ვნახეთ, რომ დაახლოებით რამდენიმე ათეულ ბალისტიკურ რაკეტას, ну 20-30 რაკეტას უშვებენ დღეში, რამდენიმე ათეულ დრონს. ანუ ეს მიანიშნებს იმაზე, რესურსული, ასე ვთქვათ, ეკონომიას აწარმოებენ, რომ ეს იყოს გრძელვადიანი. გამომდინარე იქიდან, რომ ის, ასე ვთქვათ, სტატუს-კვოს დაბრუნება რაც არსებობდა, ეს მხოლოდ მოხდება იმ შემთხვევაში, თუ კი ირანი მიხვდება, რომ მისი რესურსები იწურება წინააღმდეგობის. თუ ეს მოხდება, ჩვენ შეიძლება ვთქვათ, რომ ეს რესურსები ამოიწურა ირანში.
თუმცა მე ნაკლებად ვგონია, რომ ეს სცენარი განხორციელდეს, რომ რაღაც მომენტში ეს კონფლიქტი ამ ასე ვთქვათ მომენტში შეჩერდეს. ამიტომ ხო საკმაოდ როგორ ვთქვათ, იცით, აი უფრო დიდი სურათი რომ დავხატოთ, ჩვენ ვართ რაღაცა ისტორიის წყალგამყოფ მომენტში. ანუ აქედან ისტორია ან იქნება ასეთი, ან იქნება ასეთი. ანუ ესეთ მომენტში ვართ და საკმაოდ აი ეს ესქატოლოგიური განზომილებაც ემატება ამის და საკმაოდ აი გლობალური საზოგადოებისთვის ქმნის გამოწვევას იმ კუთხით, რომ მისი ესკალაცია შეიძლება გადაიზარდოს აი ბირთვულ კონფლიქტში, რაც არის დღეს ასე ვთქვათ თავარი გამოწვევა ზოგადად აი თუნდაც ჩვენთვის, ხო? ნუ ვისაუბრეთ მიგრაციის პრობლემებზე, მაგრამ ნუ ეს რაღაცა ნებისმიერი რაღაცა მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენება გამოიწვევს ჩვენთვისაც საკმაოდ დიდ დამატებით გამოწვევებს შექმნის. ძალიან საინტერესო იყო 2022 წლამდე რა მდგომარეობა იყო. დოლართან დაკავშირებით აღმოჩნდა, რომ ყველა ქვეყანასთან, ამერიკის შეერთებულ შტატებს, ევროპის ყველა ქვეყანასთან და ჩინეთთან ჰქონდა სავაჭრო დეფიციტი. მას იმ დროს 2022 წელი არის ეს რუსეთ-უკრაინის ომის დასაწყისი. ამერიკის შეერთებული შტატების ერთადერთი საექსპორტო რესურსი არის სერვისები და დოლარი. მეტი საექსპორტო რესურსი მას არ გააჩნია, იმიტომ რომ მთელი მრეწველობა გაიტანა ჩინეთში. დოლარის ჩამოშლა ამერიკისთვის არც ახლა არ აქვს. პირველი კადენციის დროს, ტრამპის პირველი პრეზიდენტობის დროს მისი ამოცანა იყო იმ მრეწველობის როგორღაც უკან დაბრუნება ამერიკის შეერთებულ შტატებში. ვერ ხერხდება ამ მრეწველობის უკან დაბრუნება, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკა გახდა თვითკმარი ნავთობის და გაზის წარმოების კუთხით, თუმცა არასრულად. თვითკმარი, რატომ? იმიტომ რომ ამერიკა აწარმოებს ძალიან სუფთა და თხემას გამჭვირვალე ნავთობს, რომელიც მოიპოვება პლასტების გახეთქვის შედეგად და ამ მოპოვებას აქვს ის უპირატესობა, რომ 6 თვის განმავლობაში შეგიძლია მოპოვება გაზარდო და შეგიძლია შეამცირო. ისე რომ შეგიძლია ბაზარზე იმოქმედო ფასწარმოქმნის კუთხით. თუ ძვირია შეგიძლია გამოისროლო, თუ იაფია შეგიძლია გაზარდო. ამიტომ რაც შეეხება ამერიკის დოლარის ისტორიას, დოლარის ჩამოშლა არის მისთვის კრიტიკული აბსოლუტურად თუ დოლარი დაკარგა ნავთობის გაყიდვის პროცესში, როგორც რუსეთმა გააკეთა თავის დროზე უკრაინის ომის დაწყების დროს, როდესაც ან გადავიდა ჩინურ ვალუტაზე, ან რუსულ რუბლებზე დაიწყო გაყიდვა, ინდოეთთან გაყიდა რუპიებზე და ასე შემდეგ. ეს არის დოლარის მიმართ განხორციელებული ყველაზე დიდი და მასიური დარტყმა. მაგრამ ეს უმტკივნეულოდ არ ჩაივლის ჩვენნაირი ქვეყნებისთვის, რომელსაც დოლარში აქვს რეზერვები შექმნილი, ეს საყურადღებოა ძალიან. რაც შეეხება თლიანად ლაპარაკი არის დოლართან დაკავშირებით, თლიანად ლაპარაკი არის ახლო აღმოსავლეთის რეფორმატირებაზე. თლიანად, იმიტომ რომ ის ნავთობი, რომელიც გაედინება, ის 20% გაზი, ის ნავთობი თლიანად ივაჭრება დოლარში, ის დანარჩენი რესურსი, რაც კი იქიდან გადის. ამიტომ დოლარის დაკარგვა ამ პროცესში დაარტყავს ძალიან ამერიკას, იმიტომ რომ ინდუსტრია ვერ დაიბრუნა ჯერ, აქვს და იბრძვის იმით, რაც მას აქვს. იბრძვის ენერგორესურსით, იმიტომ რომ თავისი აქვს და ევროპას ამარაგებს და აქედან ევროპა გაიხადა თავზე დამოკიდებული და საექსპორტო ბაზარი გახსნა, რუსეთი რომ ჩახსნა, აი თავისი ნავთობის და თხევადი გაზისთვის გახსნა თავისი საექსპორტო ბაზარი. ესე იგი ჩვენ რუსეთს ხომ ვეძახდით, რომ ეს უბრალოდ ამერიკელები ეძახდნენ რუსეთს, რომ ეს არის ბომბებით ბირთვულად შეიარაღებული ბენზოკალონკა. ახლა არის ამერიკა იგივე მდგომარეობაში. ერთადერთი საექსპორტო რესურსი, რომელიც მას აქვს, ეს არის ნავთობი და გაზი და არის დოლარი. რეალურად სერვისების გარდა სხვა არაფერი არ აქვს დარჩენილი. ახლა იქ რაღაცები არის, მე ხლა უტრირებას ვაკეთებ, მაგრამ იბრძვის იმით, რაც აქვს, იმისთვის რომ პოზიცია შეინარჩუნოს, მას აქვს შეიარაღება. მას აქვს ყავს ძლიერი არმია. და პოზიციები რომ დაიცვას, იყენებს იმ ინსტრუმენტს, რაც მას აქვს. არ აქვს ეს სხვა ინდუსტრია გარდა სამხედრო წარმოებისა და ის სამხედრო წარმოებაც გაფანტულია მთელ მსოფლიოში. იბრძვის იმ რესურსით, რაც აქვს, იბრძვის დოლარით და იბრძვის არმიით. რაც შეეხება თურქეთს, ძალიან დიდი მთელი ახლო აღმოსავლეთის პერეფორმატირება მიმდინარეობს და ეს გვერდს ვერ აულის ვერც თურქეთს. შემთხვევითი არ არის თურქეთის და ისრაელის დაპირისპირება.
ეს არ არის შემთხვევითი არ არის ის, რომ ერდოღანმა ბირთვული სამოქალაქო ობიექტები შეიმუშავა და გახსნა რუსეთთან ერთად, შემთხვევითი არ არის, რომ საფრთხეს გრძნობს ძალიან დიდს, ქურთული ელემენტი არის ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი ახლო აღმოსავლეთში, ეს არის დიდი რაოდენობა მასა ხალხის, რომელსაც თავისი ქვეყანა არ აქვს. ამ წუთში ისინი ირანის პრობლემებში არ ერთვებიან, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვითარების შეცვლის შემთხვევაში, როდესაც შეიძლება უფრო ხელისშემწყობი გარემოებები შეიქმნას, ეს თემა არ გააქტიურდება. იმიტომ რომ დიდი ხანია, რამდენი საუკუნეა, ესე იგი, სალადინის შემდეგ, ხო, მათ არ ქონიათ სახელმწიფო, არ ქონიათ და ერთის მხრივ სამართლიანობა მოითხოვს, რომ ამ ხალხს ჰქონდეს თავის სახელმწიფო ხომართალია. და ამიტომ ქურთული ელემენტი ძალიან მნიშვნელოვანია ახლო აღმოსავლეთში. ერდოღანის შემთხვევით არ არის ასეთი ფრთხილი ამ პოლიტიკაში, იმიტომ რომ ბევრი რისკებს ხედავს თავის გარშემო. ირანის დეზინტეგრაცია აუცილებლად, თუ ეს მოხდა, მე ისე ვამბობ, მე არ ვიცი ეს მოხდება თუ არა. დღეს ჩვენ ვერაფერს ვერ ვიტყვით რა მოხდება. თუ ეს მოხდა, აუცილებლად მას მიყვება დანარჩენი. მას მიყვება ალბათ თურქეთსაც, ამიტომ არიან ასე ფრთხილად და ამიტომ არის ფიდანი ასე პრაგმატულად და პოზიტიურად განწყობილი იმ პროცესების მიმართ და დეკემბერ-იანვარში ქურთების ინფილტრაცია რომ მოხდა, მათმა დაზრობამ მიაწოდა ეს ინფორმაცია და ამიტომ ეს ყველაფერი გასაგებია მათი მხრიდან, მათი პოზიციონირება. ამიტომ მე მათ მოვიაზრებ, ჯერჯერობით თითქოს ესე არიან ორ სკამზე, მაგრამ უფრო აქეთ მოვიაზრებ ამ საფრთხეებიდან გამომდინარე, რასაკვირველია თუ ხელისუფლების ცვლილება არ მოხდა რაღაცნაირად სხვა მიმართულებით, ერდოღანის საწინააღმდეგო პოლიტიკის მიმართულებით და ამ შემთხვევაშიც არავინ არ არის დაზღვეული, რომ ქურთული ფაქტორი არ გააქტიურდება. ახლა რაც შეეხება მას ევროკავშირს და გაზს, მე რაღაცა ესე მახსოვს, რომ ესეთი კითხვაც იყო. ევროკავშირი თავისი გაზის ბაზრად და ნავთობის ბაზრად გაიხადა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. ჩახსნა რუსეთი, თვითონ ქონდა ნავთობის საექსპორტო გაზი და დოლარი მეტი იარაღი შეიარაღება, ამიტომ თავისი ბაზარი გახსნა ნავთობის და გაზისთვის. ახლა უკრაინის ომთან ერთად ის თავის სამხედრო ბაზარსაც იხსნის ევროკავშირში. ევროკავშირი ვინაიდან ის რესურსი, რომელიც ამერიკიდან შემოდის, გაცილებით ძვირია, ვიდრე რუსული რესურსი იყო. ამიტომ ევროკავშირის ადგილობრივი წარმოებაც აღარ არის კონკურენტული და არის მოძრაობა გადავიდეს ან ჩინეთისკენ, ან ამერიკისკენ. იმიტომ რომ ჩინეთს აქვს იაფი რუსული რესურსი, ამერიკას აქვს თავისი რესურსი. ამიტომ წარმოება გადადის იქ, სადაც უფრო ხელსაყრელი კომერციული პირობებია. ჯერჯერობით, ესე იგი, მთელი მსოფლიო შეიცვალა, მე ამასაც ვიტყვი, თუნებას მომცემთ და დავასრულებ. მთელი მსოფლიო შეიცვალა და ევროკავშირის პოლიტიკა არ შეიცვალა. ესე იგი, ახლა იყო ავსტრალიაში ჩასული ურსულა ფონ დერ ლაინ და მოვისმინე თავიდან ბოლომდე მისი გამოსვლა. ესე იგი 2022 წლის შემდეგ არაფერი არ შეცვლილა მათ წარმოდგენაში. ესე იგი რა ხდება იცით რომ 25 წლის აგვისტოში 25 წელი, ეხლა ჩახსნილია რუსული გაზი, ხო? და უნდა შევიდეს დამატებით ყატარის გაზი და ყატარმა ლიკვეფაქცია, თხევადი გაზის წარმოება უნდა გაზარდოს და განსაკუთრებით 27 წელს უნდა დაემატოს დიდი რაოდენობა. ეხლა რას აკეთებს ევროკავშირი? ევროკავშირმა შეიმუშავა მესამე ენერგეტიკული პაკეტი, შეიმუშავა ეს რა ქვია, ემისიების შემცირების სტრატეგია, მწვანე გადასვლის სტრატეგია, ასე შემდეგ და ესე იგი ედავება კუვეიტს, რომელიც არის ერთ-ერთი მისი მიმწოდებელი ამერიკის და ნორვეგიის და ალჟირთან ერთად პოტენციურად გაზრდილი მომწოდებელი. ედავება რომ შენ რომ მე გაზს მომაწვდი, თხევად გაზს, აი იმ გაზის წარმოების პროცესში, რაც CO2 გაისროლე ატმოსფეროში, მთელი კატარგაზმა რაც ოპერაციები ჩაატარა მთელ მსოფლიოში, მარტო ევროპაში კი არა, აი მთელ მსოფლიოში რაც გაზი აწარმოა და გაყიდა და რაც CO2 გაისროლა, ის უნდა დაითვალოს და იმ ოპერაციების 5% უნდა დაუბრუნოს ევროკავშირს.
შეგიძლიათ წარმოიდგინოთ და ამას ქვია ეს carbon footprint-ს ეძახიან მაგას რომ შენ თუ მე ნავთობი აწარმოე და მე მომაწოდე და გაზი აწარმოე მე მომაწოდე შენ უნდა გადაიხადო იმ footprint-ის მთელი შენი ოპერაციების 5% მსოფლიოში. ფასდაკლების ვალდებულება. ეს წარმოიდგინეთ და აი ესეთი მდგომარეობა ჯერ ეს პოზიციონირება არ შეცვლილა ევროკავშირის პოლიტიკა ამ ხრივ ჯერ ვერ ვხედავთ რომ რაიმე ცვლილება იყოს და ინდოეთში იყო ახლა იანვარში ახლა ავსტრალიაშია და ლაპარაკობენ ისევ ინდუსტრიულ განვითარებას და როგორ უნდა განავითარო ინდუსტრია თუ არ გაქვს კონკურენტული ენერგეტიკული გარემოში. კი ბატონო. აი თქვენ ვერ წარმოიდგენთ ერთსაც ვიტყვი რა. უნგრეთს და იმას სლოვაკეთს ჩამოეკიდა მის გარშემო ქვეყნები ნავთობის და გაზის კუთხით. ის ნავთობი და გაზი რაზეც დავა არის ლაპარაკი, რომ კიევთან რაღაცა ჩაიხსნა და რაღაცა. ის მარტო უნგრეთის და სლოვაკეთის კი არ არის. ჩუმად ყიდულობს გარშემო ქვეყნები იმას. აბა როცა დეფიციტი გექმნება, ეძებ გზებს, რომ რაღაცნაირად გააკეთო, ხო და შენი მოსახლეობა არ დააზარალო. ამიტომ მეგობრებო, ეს არის კატასტროფა, სრული კატასტროფა, მთელი ენერგეტიკული ბაზარი არის გადასული ნაცრისფერ სივრცეში, ვერავინ ვერაფერს ვერ დათვლის, ვერავინ ვერაფრის პროგნოზირებას ვეღარ აკეთებს, ყველაფერი არის მხოლოდ და მხოლოდ ინდივიდუალურ ესამშენებზე ჩამოკიდებული. კი ბატონო. ემილი. ხო. აი რაც შეეხება კითხვას ჩვენს რეგიონს როგორ დაეტყობა ხო ირანის ამბავი, ბატონო დავით თქვენ დასვით ეს კითხვა. ეს კი საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანი არის ესეთი, ვისაც პრინციპში უნდა რომ ირანში ჩამოიშალოს არსებული სისტემა, იმიტომ რომ ეს არის კარგი ლიბერალური ინტერნაციონალიზმისთვის და ამ შემდგომ ეგეთი არგუმენტები არის. ხო, მაგრამ ეს სრულად შეცვლის ჩვენს რეგიონში არსებულ ვითარებას. ეხლა საქართველოსთვის რატო არის ეს მნიშვნელოვანი? სანამ ქურთებს შევეხებოდი, პრინციპში ჩვენთვის საინტერესო ის არის, რომ მოხდება თურქულენოვანი სამყაროს მოძლიერება. ისედაც გასაგებია თურქეთი როგორი დიდი და ძლიერია, აზერბაიჯანი პატარა არის, მაგრამ ჩვენზე მოსახლეობით დიდი არის, ეკონომიკურად, სამხედრო პოტენციალით ყოველ შემთხვევაში ბევრად უფრო მეტი რესურსი გააჩნია და წარმოიდგინეთ რა შეიძლება მოყვეს ამას თუ სიტყვაზე ირანში შიდა დესტაბილიზაციის შედეგად მოხდა ქვეყნის, არ ვიცი, უკიდურესი ვარიანტი დაშლა ხო პირობით. და თუნდაც არ დაიშალოს, მაგრამ დასუსტებული, უკიდურესად დასუსტებული ირანი იყოს, მაინც ეს გამოიწვევს იმას, რომ აი თურქეთის და აზერბაიჯანის და იქეთ თურქმენეთ, აი ეს თურქულენოვანი სამყაროს მოძლიერება, რაც რა თქმა უნდა პირველ რიგში საფრთხეს უქმნის თვითონ ირანს, ირანის ძალიან დიდ ნაწილს, პროვინციების, ყოველ შემთხვევაში ჩრდილოეთით და ჩრდილოეთ-დასავლეთით. და საქართველოსთვის ეს გამოიწვევს აი ეს სტატუს quo, რაც ჩვენ გვაქვს რეგიონში, თუნდაც 2008 წლის შემდეგ, რაც ჩამოყალიბდა და რომელიც რაღაც დოზით შეიცვალა, ასე ვთქვათ, ყარაბაღის დაცემის შემდეგ, სრულად შეიცვლება და ჩვენ, ასე ვთქვათ, რა რეალობის წინაშე დავდგებით, გასაგებია, ხო? და არ იქნება ეს კარგი საქართველოსთვის, იმიტომ რომ საქართველოს თვის ერთადერთი ქვეყანა, ვისთანაც შეგვიძლია მერე უკვე უსაფრთხოების კუთხით იყო ჩამოკიდებული, ეს რა თქმა უნდა დასავლეთი არ იქნება. შენ მოგიწევს ჩრდილოეთისკენ გახედვა უკვე სხვა პირობებით. უკვე შენ მოგიწევს რაღაცნაირად მისვლა ჩრდილოეთი და ესეც მაინც და მაინც კარგი ოფცია არ არის, როდესაც შენ თვითონ მიდიხარ და ეხვეწები, ხო? ამიტომ კი ბატონო, ცოტანი არიან თუ ბევრი არიან, ხმაურიანები არიან, კი ბატონო, მაგრამ არიან ესეთები, ვისაც ძალიან უნდა რომ ირანის ეს თქვა ჩამოშლა მოხდეს და ძალიან მოკლედ ვიტყვი აი იემენის ჩაერთვება თუ არა ომში. ასე თქვა ჰუთები თუ ჩაერთვებიან ომში, ხო? ეხლა მან ორი ვარიანტი არის. ერთი ვარიანტი არის რომ მათ არ მიაჩნიათ ჯერ რომ ირანი არის უკიდურესად ძიმე მდგომარეობაში რომ ჩაერთონ და ამ ხრივ ეს ბაბელმანდების სრუტე ჩაკეტონ და ამით დაეხმარონ ირანს, ეს ერთი ვარიანტი და მეორე ვარიანტი არის ის რომ ეს მაინც ხუთები ყველაზე ნაკლებად დამოკიდებულები იყვნენ ირანზე თავისი ეს თქვათ ისტორიის განმავლობაში და მიუხედავად მაინც ასე თქვათ ამბობენ რომ შიიტები ვართ, მაგრამ მაინც და მაინც წმინდა წყლის თქვათ შიიტები არ არიან და კი ბატონო და ამიტომაც
მათ სხვა გათვლები აქვთ. ეს გათვლები პირველ რიგში ეხება საუდის არაბეთს და ემირატებს, რომელთაც თავისი ჯარები და თავისი ასე ვთქვათ ხარდამჭერები ყავთ იემენის ტერიტორიაზე, ანუ იმ ტერიტორიაზე, რომელსაც ხუთები არ აკონტროლებენ. და თუ მე მთელი რესურსი დავხარჯე ირანთან, ასე ვთქვათ, ამერიკასთან და ისრაელთან ბრძოლაში, აი ის ნაწილი რას შვება, სადაც დიდი ცვლილებები მიმდინარეობს, ან იემენის მეორე ნაწილი. ისინი ერთიანდებიან ახლა საუდის არაბეთის ასე ვთქვათ პატრონაჟით და შეიძლება ხუთების მთელი რესურსი იქეთ გადასროლილი საბოლოო ჯამში ისინი დაასუსტოს და იემენში ასე ვთქვათ დაკარგონ ეს უპირატესობა რაც ამ მომენტისთვის ჯერ კიდევ აქვს. ამიტომაც ხუთები ჯერ მე ფიქრობ რომ პირველ რიგში თავის თავს ფიქრობენ. ეს არის გასაგებია. დიდი მადლობა მომხსენებლებს. მგონი უნდა დავასრულოთ ჩვენი ეს ოფიციალური ნაწილი და ჩაიზედა ყავაზე გთხოვთ გამოგზავნდით გარეთ. მადლობთ.